Dobisa კიდევ ერთხელ მოგესალმებით, პოზიცია კვლავ პირდაპირ ეთერშია და განსხვავებულ პოზიციებს კვირის მთავარ თემებზე მე ნინო შუბლაძე და ჩემი სტუმრები წარმოგიდგენთ. დღეს პოზიციაში დიპლომატიური ფრონტია გახსნილი. Diplomatიური ფრონტი ქვეყნის შიგნით გაეროს ტრიბუნის შემდეგ ტრიბუნა ქორთიარდ მარიოტში. ირაკლი ალასანია და მეგობრები ვიზედებს ფსონს ოპოზიცია. ვიწყებთ აქტიურ კამპანიას ხელისუფლების შესაძლებლად. დიდი გაერთიანება უნდა მოხდეს საქართველოს ოპოზიციური ძალების. მომავალს ქმნით დღეს ეს ირაკლი ალასანიას დევიზია, რა იცის მის შესახებ საზოგადოებამ და რა უნდა იცოდეს პოლიტიკოსზე, რომელსაც პირველობის ამბიცია აქვს. საზოგადოების ჯერ კიდევ არ არის ცნობილი მისი ღვაწლი და მისი როლი. არც არის საჭირო. არა, მე მგონი მაინც საჭიროა. პოლიტიკური წარსული რა გზა გაიარა გაეროში ელჩობამდე ირაკლი ალასანიამ და რა გზით აპირებს ბრძოლას პოლიტიკური მომავლისთვის. პოზიციაში დღეს პირველი სტუმარი ირაკლი ალასანია და პირველად მისი გუნდი ხელისუფლების პირისპირ. კიდევ ერთი ყოფილი ელჩი და ქვეყნის ყოფილი პირველი დიპლომატი დებატებში ეკა ტყეშელაშვილი და ვიქტორ დოლიძე. დიპლომატიური ფრონტი ქვეყნის გარეთ 6 თვე რუსული აგრესიიდან დგას თუ არა საქართველოს კვლავ საფრთხეების წინაშე. ჩვენ დღეს სახეზე გვაქვს აშკარად რუსული საგაზაფხულო შეტევის ფრონტი. ჟენევა რა შედეგებით დასრულდა მოლაპარაკებების მეოთხე რაუნდი. ფრთხილი დიპლომატია შეთანხმება ხელმოწერების გარეშე. მიეცეთ შესაძლებლობა ოკუპირებულ ნაწილშიც თავისუფლად გადაადგილების ინციდენტების პრევენციისთვის ან ინციდენტების შემდეგ. კრაკოვი რა დეტალებს ათანხმებს ნატოსთან საქართველოს და როდის გაემგზავრება ქართული კონტინგენტი ავღანეთში. დაახლოებით ასეულის დონის ქვედანაყოფზე მიმდინარეობს საუბარი. ჩვენი ურთიერთობები ვითარდება ძალიან დინამიურად, შესაბამისად ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობის პრინციპების. ქვეყნის საგარეო სტრატეგიაზე პოზიციის კითხვებს დღეს სახელმწიფო მინისტრი გიორგი ბარამიძე უპასუხებს დიპლომატიური ფრონტი პოზიციაში. მაშასე ოპოზიციაში კიდევ ერთი ახალი ლიდერი ჩნდება ირაკლი ალასანია ოფიციალურ განაცხადს აკეთებს ბრძოლის დაწყებაზე და ასპარეზზე საკუთარი გუნდით გამოდის. ვინ იქნებიან მისი თანამებრძოლები, რა სტრატეგიას ირჩევს ყოფილი დიპლომატი ამ კითხვებზე და კიდევ სხვა კითხვებზე პირდაპირ ეთერში პასუხს დღეს თავად ირაკლი ალასანია გაგვცემს. საღამომშვიდობისა ბატონო ირაკლი, მე მოგესალმებით. პირველ რიგში დიდი მადლობა რომ მონაწილეობთ ჩემს გადაცემაში. დიდი მადლობა თქვენ. ბატონო ირაკლი, თქვენ თქვით რომ იწყებთ აქტიურ კამპანიას ხელისუფლების შესაცვლელად, უკვე ოფიციალური განაცხადი გააკეთეთ, წარადგინეთ უკვე გუნდი. რა იქნება თქვენი შემდეგი პოლიტიკური ნაბიჯები და ვისთან ერთად განაგრძობთ ბრძოლას? მე ვგულისხმობ ძალაში რჩება თუ არა ალიანსი, რაზეც ძალიან დიდი ხანია უკვე მედიაში ყველა ამაზე საუბრობს, ახლებთან და რესპუბლიკელებთან. იყო საუბარი რომ დღეს უნდა გამართულიყო პრეზენტაცია და ეს გადაიდო. ანუ რამეზე ვერ შეთანხმდით? ნინო ნებაბიბოძეთ საქართველოს მიულოცო კათოლიკოს პატრიარქის მშვიდობით დაბრუნება საქართველოში და უსურვომას ჯანმრთელობა და ხანგრძლივი სიცოცხლე. ეხლა გადავალ თქვენს დასმულ შეკითხვაზე. პოლიტიკური გეგმები ძალიან ნათლად მე მგონი ჩამოვაყალიბეთ ჩვენი პოლიტიკური გუნდის პრეზენტაციის დროს. ეს არის მშვიდობიანი კონსტიტუციური ფორმებით ხელისუფლების შეცვლა. ჩვენ წარმოვადგინეთ ძირითადი პრინციპები ჩვენი ხედვის საქართველოს განვითარების მომავალი სტრატეგიის და რაც შეეხება თვითონ პოლიტიკურ ძალებთან თანამშრომლობას დღეს არც იყო დაგეგმილი ამგვარი პრეზენტაციის გაკეთება მედიის საშუალებებისათვის. ეს კონსულტაციები გრძელდება, დასრულებული არ არის ჯერ, ამიტომ პრეზენტაციაც ვერ იქნებოდა. მე შემიძლია ძალიან ნათლად თქვა, რომ პრაქტიკულად ყველა დეტალი დამუშავებულია. ეს იმდენად სერიოზული საკითხია, იმიტომ რომ საქმე გვაქვს რეალური ძლიერი ალტერნატივის ჩამოყალიბებაზე, ძლიერი პოლიტიკური ცენტრის ჩამოყალიბებაზე. ყველა დეტალი უნდა იყოს ძალიან დამუშავებული, შეთანხმებული, დაზუსტებული, არა მხოლოდ ჩვენ ვლაპარაკობთ სხვა პოლიტიკურ ძალებთანაც, ეს დიალოგი უკვე კარგახანია გრძელდება და მე ვარ ძალიან პოზიტიურად განწყობილი, რომ უახლოეს დღეებში საზოგადოების წინაშე წარდგებით ერთიანი ძალები. ანუ შესაძლოა ეს იყოს არა მხოლოდ ახლები რესპუბლიკელები და სხვა სუბიექტები შემოვიდნენ. მე ამას იმიტომ გეკითხებით, რომ მუდმივად არის საუბარი ოპოზიციის გაერთიანებაზე, თუმცა გახდა ცნობილი, რომ არასაპარლამენტო ოპოზიციის ნაწილი, ვთქვათ, ამ ალიანსის შემოსვლას არ გეგმავს. ანუ შესაძლოა იგივე თქვენ გახდათ ამის ხელისშემშლელი პირობა. მე ვგულისხმობ თქვენი გამოჩენა არასაპარლამენტო ოპოზიციაში.
არ მგონია სულ გაერთიანებას გულისხმობ, იგეგმება ეს თუ არა? ჩემთან ერთად ის გუნდი, რომელიც მოდის პოლიტიკაში, ეს არის სუფთა პროფესიონალი ხალხი, რომელსაც მხოლოდ და მხოლოდ ერთი რამ ამოძრავებს, უანგაროდ ემსახუროს საკუთარ ქვეყანას და თავისი პროფესიონალიზმით წვლილი შეიტანოს ქვეყნის განვითარებაში, ქვეყნის სტრატეგიის შემუშავებაში. ეს მისასალმებელია ყველა ძალისთვის, ვინც თუნდაც პრეზენტაციაზე იყო წარმოდგენილი, მათ ეს განცხადება არაერთხელ გააკეთეს, აქედან გამომდინარე, ჩემი აზრით, ეს ახალი გუნდი არის გარკვეული მიზიდულობის ცენტრიც. მე კიდევ ერთხელ ხაზს უსვამ, რომ მოლაპარაკებები ძალიან წარმატებულად მიმდინარეობს და უახლოეს პერიოდში არ მინდა მოვლენებს წილდინ გაუსწრო და დეტალებზე ვილაპარაკო დღეს, საზოგადოებისთვის ცნობილი გახდება. ანუ არ დააკონკრეტებთ? დღეს ვერა. თქვენ თქვით, რომ იდეოლოგიური და ღირებულებათა თანხვედრა გაქვთ, ერთ-ერთ ინტერვიუში წავიკითხე, ახლებთან და რესპუბლიკელებთან. ბატონო ირაკლი, როდესაც ამაზე საუბრობთ, ჩნდება ესეთი შეკითხვა, რომ იგივე ახლებს მაგალითად ქვეყნის კონსტიტუციური მონარქიის მოწყობის მომხრეები იყვნენ, იგივე რესპუბლიკელები საპარლამენტო რესპუბლიკის, თქვენ საპრეზიდენტო მმართველობის, ანუ შესაბამისად ამ ალიანსში იგივე ამ პარტიებთან როგორ არის თუ არის თანმიმდევრული და როგორ თანხვდებით, ასე ვთქვათ, ძირითად პრინციპებზე, იგივე ქვეყნის მოწყობის? ჩვენ თავხდებით როგორი უნდა იყოს მომავალი საქართველო. ჩვენ დღეს ვლაპარაკობთ და გვაქვს უკვე სტრატეგიაც ჩამოყალიბებული, როგორ წარმოგვიდგენია სამართლიანი თავისუფალი დემოკრატიული საქართველო და აქ რაც რთა დიდი სხვაობა არ არსებობს. ჩვენ იმაშიც ჩამოყალიბებული ვართ, რომ საქართველო მე მიმაჩნია და იზიარებენ ჩემი კოლეგები ამ მოსაზრებას უნდა იყოს საპრეზიდენტო რესპუბლიკა ძლიერი საპარლამენტო ზედამხედველობით და ძლიერი დამოუკიდებელი სასამართლო ხელისუფლებით. გასაგებია და ბოლოს ეს ალიანსის თემა რომ ამოვწუროთ და გადავიდეთ სხვა თემაზე, ძალთა გადანაწილება როგორ მოხდება სამ ლიდერს შორის, რადგან იგივე დათო გამყრელიძე, დათო უსუფაშვილი იყვნენ ცალკეული ლიდერები თავიანთი პარტიის. დღეს უკვე სამი, ასე ვთქვათ, ძალაერთიანდებით, თქვენი გუნდი და ორი პარტია. კიდევ ერთხელ მე ხაზს გავუსვამ, რომ მარტო ამ სამ ძალას შორის არ მიმდინარეობს მოლაპარაკება, იქ სხვა ლიდერებიც არიან. მით უმეტეს ლიდერები დაემატება ამ ალიანსს. ძალიან ნაყოფიერად თანამშრომლობთ უკვე ბოლო დღეებია. ეს იქნება ალიანსის წევრების გადაწყვეტილება, თუ ვინ გახდება ამ გაერთიანების ხელმძღვანელი, ლიდერი და მე ვერანაირ წინაღობას ვერ ხედავ, თუნდაც ამ ეტაპზე და ბოლო მოლაპარაკებების გამოცდილებითაც გეუბნებით, რომ შეჯერება მოხდეს და შეთანხმება ერთიან ლიდერზე. აი ეს საზოგადოებისთვისაც უახლოეს მომავალში იქნება ცნობილი. გასაგებია, ბატონო ირაკლი, თქვენ ერთ-ერთ ინტერვიუში მინდა რომ ამოვიკითხოთ, თქვით რომ ხელისუფლების იზოლირება სწორი ტაქტიკა არ არის მიზნების მისაღწევა და პირიქით ეს არის უპასუხისმგებლო პოლიტიკოსის ნაბიჯი. საინტერესოა, გეგმავთ თუ არა იგივე უკვე ოპოზიციაში გადასვლის შემდეგ ხელისუფლებასთან რაიმე სახის დიალოგის წარმოებას და ამ პოლიტიკურ ძალებთან ერთად ეს როგორ წარმოგიდგენიათ, როდესაც ისინი საკმაოდ რადიკალურ მოთხოვნებს აყენებენ და თქვენც უერთდებით, რომ დაინიშნოს ვადამდელი იგივე საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები. დიალოგის მომხრე ხელისუფლებასთანაც, რომ ეს ტრანზიცია, რომელიც გარდაუვალია და აუცილებელია ქვეყნისთვის, მოხდეს მშვიდობიანად და მოხდეს კონსტიტუციურ ფარგლებში. მაგრამ როგორ აპირებთ ამ დიალოგის წარმართვას? მე ჩაგეკითხებით, იგივე ხელისუფლება ყოველთვის ამბობს, რომ არ დაინიშნება, ყოველ შემთხვევაში ამჟამად ესეთ განცხადებები კეთდება, რომ არ აპირებს ვადამდელი არჩევნების დანიშნას ქვეყანაში, არა და ოპოზიციის ამ ნაწილის მოთხოვნა არის სწორედ ეს რადიკალური მოთხოვნა. განცხადებს, რომ არ აპირებს, ჩვენი მოსაზრება და ჩემი ღრმა წმენა, რომ საქართველოს მოსახლეობას, საქართველოს მოქალაქეებს უნდა მიეცეს უფლება, კონსტიტუციური უფლება საკუთარი ნება გამოხატოს. აქედან გამომდინარე, თუ ეს ნება გამოიხატება და საქართველოს მოსახლეობის და მოქალაქეთა უმრავლესობა დაადასტურებს, რომ შეცვლილება არის აუცილებელი და გარდაუვალი ქვეყანაში, ჩემი აზრით, ვერანაირი ძალა ხელისუფლება ვერ აღუდგება ამას წინ. და რა სახით აპირებთ ამ ინფორმაციის მიღებას, ანუ რაიმე საზოგადოებასთან რამდენიმე ვარიანტი განხილვის სტადიაში ოპოზიციურ ძალებში და მათ შორის მათთან, ვისაც ჩვენ ახლო კონსულტაცია გვაქვს. შეიძლება იყოს ეს რეფერენდუმის გზა, შეიძლება იყოს პლებისციტი, შეიძლება სხვა მშვიდობიანი პროტესტის გამოხატვის გზა, ან კომბინირებული. სწორედ ამაზე მიმდინარეობს კონსულტაციები ამ ტაქტიკის შერჩევაზე, რომელიც უახლოეს დღეებში დასრულდება. და ბატონო ირაკლი, თქვენ ხელისუფლებიდან ოპოზიციაში გადასვლის ერთ-ერთ მთავარ მიზეზად დაასახელეთ აგვისტოს ომი და მთელი პასუხისმგებლობა დააკისრეთ პრეზიდენტ სააკაშვილს. საინტერესოა, როგორ თქვენი მოსაზრება ამაზე, როგორ უნდა აეცილებინა საქართველოს თავიდან, რომ უფრო კონკრეტულ საკითხებზე რომ გადავიდეთ და რა კონკრეტული ნაბიჯები უნდა გადაედგა და რა არ გააკეთა ხელისუფლებამ ამისათვის. აგვისტოს ომი
იყო შედეგი უკვე იმ მმართველობის სტილის, რომელიც დაამკვიდრა ხელისუფლებამ საქართველოში. ეს იყო სამწუხაროდ კანონზომიერი შედეგი იმისა, თუ ხელისუფლების ერთ რგოლში, პრეზიდენტის რგოლში თავმოყრილი იყო განუსაზღვრელი ძალაუფლება და დღესაც ესეა. გადაწყვეტილების მიღების წესი არ იყო ინსტიტუციონალიზებული და ყველა გადაწყვეტილება პრაქტიკულად ერპიროვნულად ან კიდევ ძალიან ვიწრო წრეში იღებოდა და დღესაც ესეა. ამან განაპირობა ის, რომ არც პრეზიდენტს არ ქონდა საშუალება და არც სხვა პროცესში ჩართულ მხარეებს არ ქონდათ საშუალება რეალურად დებატებით განეხილათ, თქვათ, რა ვარიანტები იყო ომის თავიდან აცილების ჩვენს ხელთ. ინფორმაცია არ არსებობდა დაზუსტებული, უბრალოდ ინფორმაცია არსებობდა, მაგრამ გაანალიზება არ მოხდა იმ ტრაგიკული შედეგების, რაც შეიძლება მოხდოდა ჩვენს ჩაბმას ამ პროვოკაციაში. და ეს გახდა ზუსტად მიზეზი იმისა, რომ მე და საქართველოს პრეზიდენტს შორის ფუნდამენტალური განსხვავებები შეგვექმნა ქვეყნის მართვის სტილზეც და საერთოდ კონფლიქტის დარეგულირების მოდელზეც. როგორ შეიძლება ეცილებინა, ნინო, ამას მინდა ხაზი გაუსვა. 2 წლის განმავლობაში, როდესაც მოლაპარაკების პროცესში მე მონაწილეობდი, არაერთხელ მქონდა საშუალება მიგვეღწია პირდაპირი დიალოგის გზით შეთანხმებისთვის აფხაზებთან იმ დოკუმენტზე, რომელიც ითვალისწინებდა დევნილების დაბრუნების უფლების აღიარებას აფხაზური მხარიდან და ცეცხლის განუახლებლობის ორივე მხრის მიერ შეთანხმების მიღწევას. ეს დოკუმენტი რო ხელმოწერილიყო, უნდა ჩაგიკითხოთ უკაცრავად, როდესაც აფხაზეთთან თავიდან ავიცილებდით, მე ესემ წამს თავიდან ავიცილებდით ამ ესკალაციას კონფლიქტის. როდესაც იგივე აფხაზეთთან დიალოგზე საუბრობთ, რუსეთის სავაჭრო თემა ყოველთვის არის სწორედ აფხაზეთი, იგივე სამხრეთ ოსეთი, როდესაც იგივე მოლაპარაკებებზე აწარმოებს საქართველოსთან და თქვა დიალოგში ერთვება. რა უნდა დაეთმო საქართველოს ხელისუფლებას თქვა იმისათვის, რომ რუსეთს დაეთმო აფხაზეთი ან სამხრეთ ოსეთი? ჩვენგან დათმობაზე არ იყო ლაპარაკი. დიპლომატია საერთოდ არის სასურველის მიღწევის ხელოვნება. ამიტომ ამ დროს ჩვენ ყველა გზა უნდა გამოგვეყენებინა სხვადასხვა მიმართულებით, პირველ რიგში პირდაპირი დიალოგის და ნდობის აღდგენის კუთხით აფხაზურ მხარესთან, საერთაშორისო თანამეგობრობის და ორგანიზაციების მონაწილეობის გაღრმავების გზით ისეთი პროექტების შემუშავება აფხაზურ ოსურ მხარესთან, რომელიც საშუალებას გააჩენდა ეკონომიკური და პოლიტიკური რუსების გარეშე პირდაპირი დიალოგი იგივე აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან, მათი გვერდისავლით ეს საკმაოდ ნინო, მე შემიძლია გითხრა, შეთანხმებები აფხაზურ მხარესთან პრაქტიკულად მიღწეული იყო, რომ ამ ხელმოწერის შემდეგ დაიწყებოდა სწორედ ნდობის აღდგენის ამ გზით სვლა, ეკონომიკური, კულტურული, ჰუმანიტარული ურთიერთობების აღდგენა. ამიტომ ჩვენ არ უნდა შეგვექმნას ისეთი შტაბ-შტილება, რომ ყველაფერში წინაღობად შეიძლება რუსეთი დამდგარიყო. ჩვენი ძალისხმევა კონკრეტულად მიგვემართა პირდაპირი დიალოგის და ნდობის აღდგენისკენ. ბუნებრივი ეს არის რთული გზა, ეს არის გრძელვადიანი გზა და მე არაერთხელ განვიცხადებია, რომ ამ კონფლიქტების დარეგულირება მოკლე ვადაში ვერ მოხდებოდა. ჩვენი მხრიდან ჩემი აზრით იყო ძალიან გაუაზრებელი და კონტრპროდუქტიული, როდესაც მილიტარისტული რიტორიკა და ძალიან თამამი განცხადებები პრეზიდენტის მხრიდან, რომ უახლოეს პერიოდში დავაბრუნებდით დევნილებს თავის საცხოვრებელ ადგილებში, გადავწყვეტდით ტერიტორიული მთლიანობის პრობლემას. ეს იყო ძალიან უპასუხისმგებლო განცხადებები, რომელიც ყოველ დღე გვაშორებდა ყოველი ესეთი განცხადება ნდობის აღდგენისკენ და ბუნებრივია იყენებდნენ ჩვენი მოწინააღმდეგეები და პირველ რიგში რუსეთი ამ რიტორიკას, რომ ეს საზოგადოების შორის ეს გახლეჩა გაეღრმავებინათ. და შედეგად მივიღეთ ის იმედგაცრუება ჩვენშიც, საზოგადოებაშიც და ის აუსრულებელი დაპირებები პრეზიდენტის მხრიდან, რამაც განაპირობა სწორედ უნდობლობა უკვე პრეზიდენტის მიმართ საზოგადოების მხრიდან. ბატონო ირაკლი, გისმენთ ახლა და გაგვახსენა ჩვენს არქივში არსებობს ესეთი კომენტარი და ჩვენ მაინც მომზადებული ვქონდა ამ გადაცემისთვის, როდესაც ვისაუბრებდით. დიახ, არა, აქ არის საუბარი, თქვენ მხარს უჭერდით იგივე კოდორის ოპერაციას, ვთქვათ, როდესაც იყო იქ შეიარაღებული ოპერაცია ჩატარდა კოდორში მის გასათავისუფლებლად. პროდიუსერი მაცნობს, არ გვაქვს, მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს? ჩვენ ვნახეთ ეს კომენტარი, სადაც თქვენ ამას მხარს უჭერდით. ბატონო? დოკუმენტს მნიშვნელობა აქვს, მაგრამ არსებობს ასეთი თქვენი კომენტარი. გავიგე კარგად. ანუ თქვენ საუბრობთ, რომ სამხედრო რიტორიკა იყო მიუღებელი და ასე შემდეგ, ბევრი არგუმენტი ჩამოთვალეთ ხელისუფლების წინააღმდეგ, მაგრამ მე მინდა უფრო ცოტა წარსული გაგახსენოთ და იგივე ვთქვათ კოდორი, რომელსაც თქვენ მაშინ მხარი დაუჭერეთ ეს წარმატებულ ოპერაციას ჩათვალეთ. იგივე ვთქვათ, ეხლა რომ წარმატებით დასრულებული იყო ეს სამხედრო ოპერაცია, ასე დავარქვათ, ვთქვათ, რუსეთ საქართველოს ომის დროს. ნინო, კოდორში განხორციელებულ სამართალდაცვით ოპერაციას. დიახ. მე არასდროს არ ვყოფილ ვარ სამართალდაცვითი ოპერაციის განხორციელების წინააღმდეგი, მე ვიყავი თავის დროზე მონადირის
დაშლის წინააღმდეგი. მე ვიყავი მის წინააღმდეგი, რომ არ გასულიყო ადგილობრივი მოსახლეობის ხელიდან კოდორის დაცვა და ჩემი აზრით ყველაზე ეფექტურად სწორედ ადგილობრივი მოსახლეობა დაიცავდა კოდორს და ეს სამწუხაროდ მე სწორი აღმოჩნდი ამ კუთხით. გარდა ამისა, როდესაც საუბარი იყო უკვე სამართალდაცვითი ოპერაციის წარმოებაზე, ბუნებრივია საქართველოს ხელისუფლებას ჰქონდა ყველა უფლება, რომ განხორციელებულიყო ეს ოპერაცია და აღედგინა მართლმსაჯულები იქ მართლაც იყვნენ და იყო დაჯგუფებები კრიმინალური წარსულის და კრიმინალში ჩართული. ანუ ეს რომ წარმატებით დასრულებული იყო, გასაგებია რომ გამარჯვებულებს არჯიან, მაგრამ მე უბრალოდ მაინტერესებს იქნებოდა თუ არა საუბარი იმაზე საქართველოს დაიწყო ომი თუ არ დაიწყო. ძალიან მარტივად სიმართლე გითხრა, თქვენი შედარება ჩატარებული ღონისძიების არა, მე უბრალოდ მინდა და ჩვენ უფრო ვცხოვრ გვესაუბრა, მაგრამ ტრაგიკული პროვოკაციის შედეგების, რომელიც დატრიალდა აგვისტოს მოვლენების შემდეგ, ეს აბსოლუტურად ორი სხვადასხვა კონტექსტია, სხვადასხვა წინაპირობა ჰქონდა ამ კონფლიქტსაც და პროვოკაციასაც. ბუნებრივია, რომ რუსეთის აგრესია ეჭვგარეშეა, ეს იგეგმებოდა, მაგრამ იმ ხელისუფალის, რომელსაც 5 მილიონი ადამიანის ბედი აბარია, ეს არ უნდა ღებულობდეს გადაწყვეტილებას ჩაერთოს თუ არა საბრძოლო მოქმედებებში რუსეთის ფედერაციასთან და უნდა გაეთვალისწინებინა ბუნებრივია ის ტრაგიკული შედეგები, რაც მოჰყვებოდა რუსეთის ჯარის შემოსვლას საქართველოში. აი ეს ძალიან დიდი განსხვავება იმ ორ ოპერაციას შორის, რომელიც თქვენ ახსენეთ. ბატონო ირაკლი, თქვენ საუბრობთ ამჟამადაც და არაერთხელ გითქვამთ, რომ აფხაზებთან პირდაპირ დიალოგის მომხრე იყავით. თქვენ როგორ აპირებთ თქვა მომავალში, თუ გაქვთ რამე კონკრეტული სტრატეგია იგივე ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისათვის და იგივე როდესაც აფხაზებთან პირდაპირ დიალოგზე ვსაუბრობთ, თქვა როგორ წარმოგიდგენიათ მათთან საუბარი ასე პირდაპირ, როდესაც თქვენს გუნდში არის გია ყარყარაშვილი, რომელიც აფხაზეთის ომის მონაწილე იყო და ალბათ ეს მათთვის შესაძლოა მიუღებელი პიროვნება იყოს. გია ყარყარაშვილმა ძალიან ხირსეულად ახსნა თავისი ხედვა, თავისი საკუთარი მონაწილეობის ამ კონფლიქტშიც და სწორად აღნიშნა, რატო შემოუერთა ამ გუნდს. მას სწორედ ხიბლავს და აინტერესებს მშვიდობიანი გადაწყვეტის ის მოდელი, რომელსაც ჩემი გუნდი თავაზობს ამ შემთხვევაში კონფლიქტის დარეგულირების კუთხით. პირდაპირ დიალოგს აფხაზურ მხარესთან და ჩვენ ოს ძმებთან არანაირი ალტერნატივა არ გააჩნია. რაც ადრე დავიწყებთ ამ ხიდების გაბმას და უკვე არსებული რესურსის გამოყენებას, მით უფრო დაჩქარდება ჩვენი დაახლოება და საბოლოოდ თანაცხოვრების ფორმებზე შეთანხმება. ეს არის ერთადერთი გზა. სამხედრო გადაწყვეტა ამ პრობლემას არ აქვს. ჩვენ პირველ რიგში უნდა დავიბრუნოთ ურთიერთობა აფხაზებთან და ოსებთან და ეს გახდება წინაპირობა ჩვენი ერთობლივი თანაცხოვრების საერთო სახელმწიფოში. და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის დიასწორდეს მე თქვენ ხედავთ ხოლმე პირდაპირ დიალოგში. კარგით, მოდით გადავიდეთ. ელემენტებიც აქვს საგარეო პოლიტიკური უსაფრთხოების, მაგრამ ეს არის ძირითადი საფუძველი, რაზეც უნდა აეგოს ჩვენი მომავალი ურთიერთობები. დიახ, ბატონო ირაკლი, მოდით გადავიდეთ თქვენს ასე ვთქვათ ნაწილობრივ წარსულზე, იმიტომ რომ იგივე თქვენი სიტყვები არის, რომ ჩვენი ისტორიის უახლოესი წარსული კარგ მაგალითს გვაძლევს, რომ ემოციური არჩევანი აღარ უნდა გავაკეთოთ. ამისაც ალბათ დამეთანხმებით, რომ საზოგადოებამ უფრო მეტი უნდა იცოდეს ნებისმიერ პოლიტიკოსზე, რომელიც ასე ვთქვათ, მას ლიდერობის ამბიცია აქვს და მოდის პოლიტიკაში. დავიწყოთ იმით, ბევრი კითხვა ისმება იგივე თქვენს ამ თანამშრომლობაზე, სპეცსამსახურებთან უშიშროების სამინისტროში მუშაობაზე. ეს იყო პერიოდი მაშინ, როდესაც სისტემაში იყო ადამიანების გატაცება, ნარკო ბიზნესი, იარაღით ვაჭრობა. თქვენ რამდენად იყავით, გქონდათ შეხება ამ სისტემასთან და რამდენად იყავით ამ სისტემის ნაწილი? მე კი არ თანამშრომლობდი უშიშროების ორგანოებთან, მე ვარ უშიშროების თადარიგის პოლკოვნიკი. მე ვიყავი ოფიცერი, მუშაობდი კონდას სადაზვერვო სამსახურში და ბოლოს ხელმძღვანელ თანამდებობაზე კონტრტერორისტული ძალისხმევის ხელმძღვანელი პანკისის ხეობაში. ბუნებრივია უშუალოდ ვიყავი ჩართული ამ პრობლემების გადაჭრაში და ჩემი აზრით პანკისის ოპერაცია იყო ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ღონისძიება, რომელიც ქართულმა სამართალდამცავებმა ჩვენ ამერიკელ კოლეგებთან ერთად და დასავლეთის სპეცსამსახურებთან ერთობლივად განვახორციელებთ. და ჩემთვისაც ეს იყო ძალიან დიდი პროფესიული წარმატება და გამოცდილება. და რამდენად იყავით ამ სისტემის ნაწილი? მე ამაში ვიგულისხმე ის ბატონო ირაკლი, მუდმივად საუბრობენ და მინდა რომ კიდევ ერთხელ თქვა გასცეთ ამ შეკითხვას პასუხი, რომ ვისი რეკომენდაციით მივიდა თავის დროზე ირაკლი ალასიანი უშიშროების სამინისტროში, იგივე ეს იყო გიორგაძის, შევარდნაძის თუ საჯაიასი, ვისი კადრი იყო ის ამ დროს. საინტერესო ხოლმე, როდესაც შევარდნაძის ხელისუფლებაზე ვსაუბრობთ და თქვენს წარსულზე ალბათ მსგავსი დეტალებიც.
ბუნებრივია, გადაწყვეტილება უშუალოების ორგანოებში დამეწყო მუშაობა არ დაგიმალავთ განაპირობა აფხაზეთში საომარმა მოქმედებებმა. დასრულებისთანავე მინდოდა ჩემი პირადი ცვლილი შემეტანა ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაში და გადავწყვეტე, რომ ეს ყველაზე სწორი იქნებოდა თუ კი დავიწყებდი მუშაობას უშუალოების ორგანოებში. რაც შეეხება ხელმძღვანელ თანამდებობებზე, ეს ბუნებრივია იყო პოლიტიკური ხელმძღვანელობის გადაწყვეტილება. იმ შემთხვევაში პრეზიდენტი იყო საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე, მან მიიღო ეს გადაწყვეტილება. დანარჩენი დეტალები მე არა ვარ საქმის კურსში, უბრალოდ იმ დროს, როდესაც ეს გადაწყვეტილებები იქნა მიღებული, საქართველოში იყო უმძიმესი მდგომარეობა, კონკრეტულად ბანკის ხეობაში და მე ჩავთვალე ჩემს მოვალეობად მიმეღო ეს გამოწვევა და განმეხორციელებინა ის სპეციალური ღონისძიებები, რამაც რეალურად ბანკის ხეობა დაუბრუნა საქართველოს იურისდიქციას. აქ მინდა ხაზი გაუსვა, რომ ეს არ იყო მხოლოდ ჩემი დამსახურება, იქ მუშაობდნენ პროფესიონალების დიდი ჯგუფი უშრუებიდან, შინაგან საქმეთა სამინისტროდან, თავდაცვის სამინისტროდან და იყო ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული საერთაშორისო ოპერაცია, რომელიც ერთად ჩავატარეთ. კარგით, ბატონო ირაკლი, რომ დაუბრუნდეთ ისევ დღევანდელ დღეს და თქვენს პრეზენტაციას, რომელსაც დაესწრო თითქმის არასაპარლამენტო ოპოზიციის ყველა პარტიის წარმომადგენელი, ასე ვთქვათ, ზოგიერთი ლიდერის, მათ შორის შევარდნაძის ხელისუფლების სახეებიც გამოჩნდნენ ქორთიერთმარიეთში, მაგრამ მე პირადად არსად დამინახავს კადრებში და თუ არ ვცდები, არ იმყოფებოდა ნინო ბურჯანაძე და ზურაბ ნოღაიდელი. ანუ ხელისუფლების ის მაღალჩინოსნები, რომლებმაც ასევე დატოვეს ხელისუფლება და გადავიდნენ ოპოზიციაში. როგორ თანამშრომლობთ მათთან? დღეს ნინო ბურჯანაძემ ერთ-ერთ ინტერვიუში ის განაცხადა, რომ არ ქონია თქვენთან პირადი შეხვედრა. ქალბატონ ნინო და სხვა პოლიტიკური ძალების წარმომადგენლები დაპატიჟებული იყვნენ, ალბათ რაღაცამ ხელი შეუშალა, რომ ვერ მოვიდა. ანუ თქვენი მხრიდან მოწვეულები იყვნენ. ბუნებრივია და რაც შეეხება შეხვედრას, მე სულ რაღაც 10 დღის წინ მქონდა ქალბატონ ნინოსთან ძალიან შინაარსიანი, კარგი შეხვედრა, სადაც გავცვალეთ არა მარტო ჩვენი შეხედულებები, როგორი უნდა იყოს მომავალში ოპოზიციური გაერთიანება, ჩვენ ვისაუბრეთ იმ კონკრეტულ კოორდინაციის მექანიზმებზეც, რომელიც აუცილებელია პოლიტიკურ ძალებს შორის. როდესაც თქვენ ალიანსებს საუბრობდით, აი გადაცემის დასაწყისში, შესაძლოა ამ ალიანსში კოალიციაში, არ ვიცი, რასაც დაარქმევთ, შემოვიდეს იგივე ნინო ბურჯანაძის პარტია და იგივე ზურაბ ნოყაიდელის. ეს ალიანსი, რომელზეც ჩვენ საუბრობთ, არიხია ყველა პოლიტიკური ძალისთვის და საზოგადოების წარმომადგენლებისთვის გაიზიარებს იმ პრინციპებს, რომლის გარშემოც ჩვენ შევიკრიბეთ, ასე რომ მოულოდნელი არაფერი არ იქნება, თუმცა ნუ გავუსწრებთ მოვლენებს წინ და დაველოდოთ ალიანსის გამოცხადებას. და ბატონო ირაკლი, ბოლოს თქვენი მთავარი მოთხოვნა არის ეს ვადამდელი საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები დავუშვათ ხელისუფლებამ დანიშნა ეს არჩევნები. პირველ რიგში მაინტერესებს იზიარებთ თუ არა მათ არგუმენტებს იმ თემაზე, როდესაც ხელისუფლება მუდამ აპელირებს ამაზე, რომ ქვეყანა არის ეკონომიკური კრიზისის პირას, რომ არსებობს გარე საფრთხეები და არ არის შესაბამისი დრო არჩევნებისთვის. ეკონომიკური კრიზისის და გარე საფრთხეების გაზრდაც სწორედ ამ ხელისუფლების და ხელისუფალის მოქმედების შედეგია. აქედან გამომდინარე, ერთადერთი გზა, რომ მომავალი საქართველოში იყოს უფრო უკეთესი და ჩვენ შევქმნათ რეალურად დემოკრატიული ქვეყანა, რომელსაც ექნება რეალური თავდაცვის გარანტიები, როგორც რეგიონალური უსაფრთხოების, ასევე საერთაშორისო უსაფრთხოების კუთხითაც, არის ხელისუფლების მშვიდობიანი შეცვლა. აქედან გამომდინარე, მე კიდევ ერთხელ ჩემ პოზიციას ვაფიქსირებ, რომ ყველა პოლიტიკური ძალა დღეს ამ საერთო მიზნის ირგვლივ უნდა გაერთიანდეს. და ბოლოს თქვათ დაინიშნა არჩევნები, ისევ ამ თემას უბრუნდები, როგორ ფიქრობთ, რა შანსები გექნებათ თქვენ პირადად და თქვენს გუნდს? ეს საზოგადოებაზე და მოქალაქეებზე იქნება დამოკიდებული, რამდენად დამაჯერებელი ვიქნებით ჩვენი პროგრამის წარდგენისას. ანუ თქვენი პროგნოზები ზოგადად როგორია? არ გაქვთ წინასწარი პროგნოზები? არის ოპტიმისტური. ძალიან დიდი მადლობა ჩვენს გადაცემაში მონაწილეობისათვის. პირდაპირ ეთერში ჩვენს კითხვებს ირაკლი ალასანიამ პასუხობდა და ახლა გადმოვინაცვლოთ სტუდიაში, სადაც პირველად ალასანიას გუნდის წევრი ხელისუფლების პირისპირ მიიღებს დებატებში მონაწილეობას. წარმოგიდგენთ ჩვენს სტუმრებს უშიშროების საბჭოს მდივანი და საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი, როდესაც ამდენი დიპლომატი გყავს, მე აუცილებლად უნდა გავახსენო მაყურებელს ეკა ტყეშელაშვილი და ყოფილი ელჩი ვიქტორ დოლიძე. დიდი მადლობა მობრძანებისათვის ჩვენ სტუდიაში. ქალბატონო ეკა, დავიწყებთ თქვენგან. თქვენ ალბათ უსმენთ ირაკლი ალასანიას, ჩვენ სტუმარს, ადამიანი, რომელიც იყო თქვენი ხელისუფლების წევრი, ახლა მოდის ოპოზიციაში, საკუთარი გეგმებით, საკუთარი გუნდით. ხომ არ ფიქრობთ, რომ შესაძლებელია ეს ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი, ასე ვთქვათ, ოპონენტი აღმოჩნდეს ხელისუფლების, თუნდაც იმიტომ, რომ ის თქვენი გუნდის წევრი იყო, არიან კიდევ ბევრი, ვთქვათ, ხელისუფლებიდან წასულები ოპოზიციაში. მსგავსი ფიგურები შესაძლოა თორე, რომ უფრო
პირველ რიგში მოგესალმოთ მივესალმო მაყურებელს. ჩემს რიგ ძალიან ხელოვნურია ესეთი დაყოფა ან მოლოდინების შექმნა გარკვეულწილად ვინ არის ყველაზე უფრო ძლიერი კანდიდატი. ზოგადად პოლიტიკური თვალსაზრისით მრავალფეროვნება ქვეყნისთვის არის სარგებლიანი რამ. ამიტომ იქნება ეს ხელისუფლების გუნდის ყოფილი წევრი თუ რომელიმე სხვა პოლიტიკური ძალა, რომელიც ასპარეზზე შეიძლება გამოჩნდეს, არის ჩემი აზრით ძალიან მისასალმებელი რამ, იმიტომ რომ ამ მრავალფეროვნებს პოლიტიკური პლურალიზმის თვალსაზრისით ჩვენს გარემოს. და ამ მხრივ სიძლიერის თვალსაზრისით ძალიან ხელოვნურია ჩემი აზრით რა იმის გამოყოფა და მე ნამდვილად ვერ ვიტყოდი, რამდენად ხელისუფლების გარემოდან გამოსვლა თუ იმ ამჟამინდელი საოპოზიციო სპექტრის წარმომადგენლისთვის არის სიძლიერის ფაქტორი თუ ნეგატიური. ამ შემთხვევაში ხშირად სახელდება ხოლმე მიზეზად ის, რომ თქვათ ხელისუფლებაში ნამყოფი პირები კარგად იცნობენ შიდა თამაშის წესებს სამზარეულოს სიტყვაზე და თქვათ იციან ხელისუფლებამ რა შეიძლება თქვათ დაგეგმოს ან რა სტრატეგიით იმოქმედოს იგივე ოპოზიციასთან მიმართებაში. ხელისუფლების სტრატეგია და პოლიტიკა დღეს არის ძალიან ტრანსპარენტული, ძალიან ნათელი საზოგადოებისთვის და ჩვენ ვცდილობთ ძალიან ნათლად მივიტანოთ საზოგადოებამდე ის თუ რას გეგმავთ, როგორ გეგმავთ ვიყოთ გამძლე იმ ეკონომიკური გარემოს წინაშე, რომელიც მსოფლიო მასშტაბით არის დღეს ძალიან ნეგატიური და ამ მხრივ საკმაო მიღწევებია მიღწეული იმ თვალსაზრისით, რომ ჩვენი ეკონომიკა, ჩვენი მთლიანი ეკონომიკური განრემო გამორჩეულია, მე ვიტყოდი, ამ მხრივ გამძლეობის თვალსაზრისით რეგიონის მასშტაბით, რო გადავხედოთ ამას საერთაშორისო სავალუტო ფონდიც ადასტურებს. ამიტომ ის გეგმები, რაც ძალიან პრაგმატული, კონკრეტული გეგმები არის ძალიან ნათლად მიტანილი საზოგადოებამდე. ამიტომ დღეს არ არის ის დრო და არც არასოდეს არ ყოფილა შესაძლოა თამაშის წესები, გარკვეულ კულუარულ თამაშის წესებამდე დავიყვანოთ. დღეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ამავდროულად მძიმე ვითარება გლობალური თვალსაზრისით და აქ რეალურ პროგრამებზე და რეალურ საქმიანობებზე უნდა იყოს დაფუძნებული ამა თუ იმ პოლიტიკური ძალის საქმიანობა. თუმცა ოპოზიციას აქვს თავისი არგუმენტები, ისინი ცდილობენ ხელისუფლების შეცვლას, ჩვენ ამაზე ვისაუბრეთ. ბატონო ვიქტორ, კიდევ ერთხელ მოგესალმებით და მოდით პირველ რიგში დავიწყოთ იმით, რატომ დატოვეთ თანამდებობა, იმიტომ რომ ცნობილი იყო, რომ ორი თვით ადრე ყველა ელჩი იყო გათავისუფლებული თანამდებობიდან, შემდეგ აპრილში გეწურებოდათ, ასე ვთქვათ, ვადა და თქვენ მანამდე მიიღეთ ეს გადაწყვეტილება. ერთგვარი პოლიტიკური დემარშის მცდელობა ხომ არ იყო ამ გადაწყვეტილებით? პირველში მადლობას მოგახსენებთ მოწვევისთვის. საკმაოდ უჩვეულო ქალბატონიკასთან საუბარი, მაგრამ დარწმუნებული ვარ, როგორც ყოველთვის შინაარსიანი და კონსტრუქციული იქნება ეს დიალოგიც. რაც შეეხება ჩემ გადადგომას, საკმაოდ ყოვლის მომცველად ისაუბრა ჩვენს მოსაზრეებზე, მიზნებზე, ამოცანებზე, იმ საფრთხეებზე, რომელიც წინაშეც ქვეყანა დგას, ჩემი აზრით ბატონმა ირაკლიმ და არც მე ვარ შორს ამ მოსაზრეებიდან ბუნებრივია. ერთგვარი და არა მხოლოდ ერთგვარი საკმაოდ სერიოზული იმედგაცრუების ქვეშ აღმოჩნდი მე თვითონ. ეს არ არის არც პირველი, არც მეორე წელი და მე ჩემ მოსაზრებას ამასთან დაკავშირებით ყოველთვის ვაფიქსირებდი ეს ქვეყნის დემოკრატიული განვითარების პროცესებს თუ ქვეყნის წინაშე მდგარი საფრთხეების თავიდან აცილების ადეკვატურ მექანიზმებს ეხებოდა. ხონდათ იგივე თქვენს ხელმძღვანელთან ამაზე საუბარი თქვენ მე ყველასთან მქონდა და არასდროს არ მალავდი, ვფიქრობ გამოვირჩეოდი ელჩობის პერიოდშიც ჩემი გულწრფელობით. ქალბატონიკა, თუ გქონდათ მსგავს თემებზე საუბარი იგივე და თქვენ ამ არგუმენტებს და ამ ბრალდებებს რამდენად იზიარებთ, იმიტომ რომ ირაკლი ალასანია მისი გუნდის წევრებით ყველაზე მთავარ, ასე ვთქვათ, ბრალდება, თუ შეიძლება ითქვას, აყენებს სწორედ აგვისტოს ომის მოვლენებს და იმას, რომ საქართველოს ეს აგრესია თავიდან ვერ აიცილა. თქვენ იყავით მაშინ სწორედ რამოდენიმე ქვეყნის პირველი დიპლომატი. საკითხია ალბათ გამოსაყოფი. ერთი ის, რომ ბუნებრივია ხა ძალიან რთულია შეიძლება ამჟამინდელი გადასახედიდან კონკრეტულ საუბრებზე იქნება ეს თუ პოზიციებზე ლაპარაკი, მაშინ როდესაც ადამიანის თავისუფალი არჩევანია ის, რომ პოლიტიკურ ძალას თან მოიაზრებს ის თავის თავს, მაგრამ ამავდროულად ფაქტია ის, რომ მთელი ამ წლების განმავლობაში თითოეული საერთაშორისო ორგანიზაციაში, რომელშიც ბატონი ვიქტორის მოღვაწეობდა და ბატონი ირაკლის თავის დროზე არა მარტო პოლიტიკური საკითხები იყო, მხოლოდ ესეთ ფუნდამენტური პოლიტიკური საკითხები განხილვისაგანი, არამედ მრავალფეროვანი საკითხები, მათ შორის იგივე დემოკრატიულ რეფორმებთან მიმართებაში და ამ მხრივ ეს ადამიანი ყოველთვის იყო ჩვენი დასაყრდენი ძალა ამ კუთხით ინფორმაციის მიტანის თვალსაზრისით. ამიტომ აზრთა ერთიანობის ფუნდამენტური ხედვა ყოველთვის არსებობდა და ამ მხრივ რომ არა ეს ისინი ვერ იქნებოდნენ ბუნებრივია ქვეყნის მოულოდნელი იყო თქვენთვის თქვათ მათი ოპოზიციაში გადასვლა ასე. მოულოდნელი პოლიტიკური დინამიკის თვალსაზრისით არასოდეს არაფერი არ უნდა იყოს. ადამიანებს შეიძლება მოსაზრებები შეეცვალოთ, შეიძლება
გარკვეულწილად საკუთარი თავი პოლიტიკურად სხვაგვარად ორგანიზებულად წარმოიდგნენ ამა თუ იმ პოლიტიკურ ძალასთან, ეს არის მიმდინარე ცოცხალი პროცესი პოლიტიკაში და ამიტომ მე ამის დრამატიზირებას არ მოვახდენდი. არც იმ კუთხით წინარე კითხვას მიუბრუნდები, რამდენად ეს აჟიოტაჟის საგანი შეიძლება იყოს და რაღაცა სიძლიერის გამომხატველი, არც იმ კუთხით, რომ ამაში რაიმე დრამატული ნიშანი შევამჩნიო. ეს ყველა ქვეყანაში ხდება, ეს არის ცოცხალი ბუნებრივი პროცესი და ამ მხრივ რაიმე განსხვავებულობას ვერ ხედავ ვერანაირად. ბატონო ვიქტორ, თქვენ დღეს უკვე საუბრობთ იმაზე, რომ უნდა გადადგეს ის გუნდი, რომლის წევრიც იყავით და ითხოვთ ვადამდელ საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნებს. თუ შეგიძლიათ მოკლედ და ძირითადი არგუმენტები გითხრათ იმისა, ვთქვათ, რატომ უნდა გადადგეს ხელისუფლება, რატომ უერთდებით ამ მოთხოვნას? მოდით მე ცოტა სხვაგვარად ვიუდგებოდი ამ საკითხს. პირველ რიგში, როგორც უკვე აღნიშნე, ეს პირველი და მეორე წელი არ არის და ეს არ არის ახალი. ჩემი პირადად და ჩემი გუნდის წევრების შეშფოთებები იმ პოლიტიკასთან დაკავშირებით, საგარეო პოლიტიკის რეალიზაცია და შიდა პოლიტიკური პროცესებთან დაკავშირებით ვამბობ ამას, რომელიც ჩვენ გაგვიჩნდა იმედგაცრუება და პლუს ამას დობის ფაქტორი ხელისუფლების ქმედებებთან დაკავშირებით. ჩემთვის პირადად ისევე როგორც ჩვენი გუნდის სხვა წევრებისთვის არ ყოფილა დოგმატური პოლიტიკაში წასვლა. მეწმუნეთ, ბევრად უფრო კომფორტულად ვგრძნობდი თავს კარგი გაგებით სუფთა პროფესიონალური თვალსაზრისიდან გამომდინარე, როდესაც მე მუშაობდი ავსტრიაში ელჩად, მაგრამ ქვეყანაში შექმნილმა ვითარებამ და ამ პროცესებმა ნამდვილად შინაგანად მაიძულა, რომ არ წავსულიყავი ჩემი პრინციპების წინააღმდეგ და მიმეღო ჩემი სერიოზული თუ არა ყოველ შემთხვევაში მწირი გამოცდილება 14 წლის დიპლომატიური სამსახურიდან და აქ ყოფილიყავი თბილისში, ვიდრებდიც დარჩენილიყავი ვენაში. ბატონო ვიქტორ, ჩავიკითხებით, გიშლიდათ რაიმე ხელს თქვათ, როდესაც ელჩის თანამდებობაზე იყავით და ქვეყანას საკმაოდ ბევრი საგარეო საფრთხე აქვს წინ კიდევ და სულ არის საუბარი მოსალოდნელ საფრთხეებზე, იგივე იქ გამოგეყენებიათ თქვათ თქვენი რესურსი იმისათვის, რომ აი ეს ელჩის თანამდებობიდან გაკეთებინათ თქვათ საქმე. აქ ხელის შეშლაზე ნამდვილად არ არის საუბარი. სუფთა სახელმწიფოებრივი მიდგომიდან გამომდინარე არ იქნებოდა ჩემი დღევანდელ დღემდე წამოსვლა მართებული. მე არ ჩავთვალე ეს მიზანშეწონილად. არ 7 ნოემბერი იყო ჩემთან შორს მდგარი ფაქტორი და ბუნებრივია. თუმცა 7 ნოემბრის შემდეგ არ გადამდგა. არა, რა თქმა უნდა და სწორედ მაგიტომ ვამბობ. შინაგანი პროტესტი ბუნებრივია, მე 7 ნოემბერსაც გამიშთა და ამის შემდგომ პერიოდში, თუმცა მე მართალი გითხრათ, მაინც ჯეროდა რომ დემოკრატიული განვითარება და მისი პერსპექტივები უფრო ახლოს იყო ქვეყნის ხელისუფლებასთან, მაგრამ მე ეს ვერ დავინახე. პლუს ამას 7 ნოემბრის დროს მე კონფლიქტებთან დაკავშირებით ისევე როგორც სხვა საკითხებთან, მაშინ საქართველოს და ასევე საქმის კურსში ჩავაყენოთ ეს ქალბატონი ეკასთვის კარგად არის ცნობილი, რომ საქართველოს პირველად იყო სამოქალაქო პოლიციის საკითხებში ეუთოს უსაფრთხოების კომიტეტზე წარმოდგენილი და ჩვენ განვაგებდით ამ საკითხებს ეუთოში, რაც საკმაოდ მნიშვნელოვანი პოსტი იყო ჩემთვის, ისევე როგორც ქვეყნისათვის ჩემი აზრით, აქედან გამომდინარე მე ნამდვილად ამ მქონდა ყველაფერს თავი დავადებოთ მარტო ამ ფაქტორის გამო წამოსვლის უფლება. თუმცა ომი იყო ნამდვილად ერთგვარი საბოლოო წერტილი ჩემთვის. თუმცა აგვისტოს მოვლენების შემდეგ სექტემბერში, ოქტომბერში კიდევ ბევრი ქონდა ჩვენ საკეთებელი თვითონ ადგილზე ვენაში. მიმდინარეობდა მოლაპარაკების პროცესი მანდატთან, საქართველოში ეუთოს მისიის მანდატთან და სხვა საკითხებთან დაკავშირებით. რასაც ბუნებრივია ვიყავი დაკავებული სწორედ ამ საკითხთან. გასაგებია, ქალბატონო ეკა, როდესაც ოპოზიცია მუდმივად საუბრობს ამაზე და ზოგადად ნაწილი საზოგადოების თვლის, რომ წაგებული ომის 70,000 დევნილი, ახალი ოკუპირებული ტერიტორიები არის თუ არა საკმარისი ხელისუფლების შესაძლებლად, თქვენ როგორც ხელისუფლების წევრს გეკითხებით. თვითონ ომმა ძალიან ბევრი რამ გამოაშკარავა იმ რამოდენიმე წლის განმავლობაში ძალიან სკრუპულოზურად დაგეგმილი პოლიტიკის თვალსაზრისით რუსეთის ფედერაციას ჰქონდა და ამ მხრივ დღეს მე ცოტა უცნაურად მეჩვენება იმაზე ლაპარაკი, რამდენად და ალბათ წინარე ჩართვას მეც უსმენდი ბუნებრივია ბატონო ირაკლის და ამ მხრივ უფრო ამაზე მაქვს ახლა აქცენტი ამ მომენტში, რამდენად დღეს უფრო ნათლად ჩანს, რომ ის რომ მხოლოდ პირდაპირ დიალოგით, რომლის მოსურნეთ ძალიან ვიყავით და ჩართული ვიყავით და ბატონო ირაკლის მეშვეობითაც დავის დროზე, რამდენად ეს ყველაფერი იყო ძალიან მცირე და არარეალური შედეგის მოტანის თვალსაზრისით იმ მომენტისთვის, იმდენად რამდენადაც რუსეთს ძალიან
ნათლად განსაზღვრული გეოპოლიტიკური გეგმები ქონდა იმისთვის, თუ რა უნდა მომხდარიყო საქართველოში და ამ მხრივ მინდა გითხრათ, რომ არამც თუ ან აფხაზეთი ერთ-ერთი ჩვენი რეგიონი, ან სამხრეთ ოსეთი წარმოადგენდა თვის მიზანს რამენაირად რუსეთისთვის, არამედ არც საქართველოს როგორც ცალკე აღებული. საქართველოს არის ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი რგოლი, რომლის საბოლოოდ როგორც პრობლემის მოშლის და დამარცხების თვალსაზრისით რუსეთი აღწევს ძალიან დიდ გეოპოლიტიკურ გამარჯვებას. დღეს ეს მიზანი რუსეთს არ აქვს მიღწეული. მე არ ვამბობ იმას, რომ ჩვენ არ ვართ რთულ ვითარებაში, მაგრამ მე არც იმას არ ვიძახი, რომ ბრძოლა წაგებულია, იმიტომ რომ ბრძოლა გრძელდება ამ კუთხით და გადანაცვლებულია ზუსტადაც რომ დიპლომატიურ ფრონტზე. რამდენად რუსეთს ექნება აპეტიტი ან შესაძლებლობა იმისი, რომ სხვა ავანტურა კვლავ წარმოიწყოს მომავალში, საფრთხეები გამორიცხული არ არის, მაგრამ საფრთხეებზე მუშაობა ასევე საერთაშორისო თანამეგობრობის ჩართულობით არის საჭირო და მუშაობა მიმდინარეობს ძალიან ინტენსიურად. ის შეთანხმება თუნდაც რაც ახლა ჟენევაში იყო ბოლო დროს მიღწეული, საწყის წინაპირობას წარმოადგენს იმისთვის, რომ საერთაშორისო ორგანიზაციებს მიეცეთ შესაძლებლობა შევიდნენ უკვე ოკუპირებულ ზონებზე. რამდენად ეს განხორციელდება, ამაზე კვლავ მუშაობა გასაგრძელებელი იქნება, მაგრამ ეს არის ყოველდღიური ძალიან დაძაბული მუშაობა, რაც მიმდინარეობს ეხლაც ისევე როგორც ომის დროს ჩვენ აბსოლუტურად ფორს-მაჟორულ ვითარებაში ვიყავით დიპლომატიური სამსახური. მე ამას ძალიან ნათლად მახსოვს და ვიხსენებ, მაგრამ დღეს არანაკლებ დაძაბული მუშაობა მიმდინარეობს და გადამეტებულია იმაზე ლაპარაკი, რომ მოცემულობა არის ეს და თითქოს მოცემულობა არ იცვლება. ბატონო ვიქტორე, თქვენ დიახ გისმენთ, თუ შეიძლება ამ საკითხთან დაკავშირებით ხალხადორმა იყო აბსოლუტურად სწორად განაცხადა იმ საფრთხეებთან დაკავშირებით, რომელსაც კარგად უწყობთ თუ ყველა არა მხოლოდ ხელისუფლება, არამედ საზოგადოება რუსეთის აგრესიულ პოლიტიკასთან დაკავშირებით. და ხშირად საკმაოდ სწორად ქრონოლოგიურად ხელისუფლება წარმოაჩენს საზოგადოების წინაშე და საკმაოდ ზუსტად იმ ფაქტორებს, რომელიც განსაზღვრავდა რუსეთის აგრესიას. ქრონოლოგიურად კიდევ მინდა ხაზი გაუსვა და ყველაზე მთავარი არის მდგომარეობის შემდეგში. სწორედ ამიტომ ეკისრებოდა ხელისუფლებას პასუხისმგებლობა, რომ თავიდან აეცილებინა. უფრო რეალისტურად, უფრო უნდა გაანალიზებულიყო სიღრმისეულად ყველა ის საფრთხე და ქვეყნის წინაშე მდგარი გამოწვევები, რომელიც შეიძლებოდა მოჰყოლოდა რუსეთის აგრესიას. ხაბოდნიკო თვლით, რომ ნაკლებად იყო ეს გაანალიზებული, ან შესაძლო იყო ვთქვათ მე არ მინდა ძალიან შორს გარკვეულწილად ისტორიაში წავიდე, მე თვითონ ძალიან დიდი ხნის განმავლობაში უშუალოდ პირადად არ ვიყავი ჩართული ბუნებრივია დიპლომატიურ პროცესებში, მაგრამ ძალიან კარგად მახსოვს რამოდენიმე თვით ადრე და შემდგომაც უკვე როგორ ვითარდებოდა დიპლომატიურ სცენაზე ვითარება და რამდენად ნათლად და ძალიან მყარად ვცდილობდით საერთაშორისო საზოგადოების ჩართულობა ყოფილიყო იმდაგვარი, რომ ეს თავიდან აგვეცილებინა და რამდენად ვცდილობდით პირდაპირი კავშირების გზით რუსეთთანაც და ესეც საზოგადოებისთვის ცნობილია, რამდენად შორს მიმავალი იყო და ნათლად გაწერილი სამშვიდობო გეგმები ჩვენის მხრიდან, რომელიც ძალიან ღიად მიეწოდა რუსეთის ხელისუფლებას და არც საზოგადოებისთვის იყო დამალული ფაქტორი. აგვისტოს დასაწყის რიცხვებშიც მე ჩემი პირადი მაგალითით შემიძლია ვთქვა, ფაქტიურად მთელი ჩვენი საქმიანობა წარმოადგენდა დიდ ნიშანს სოლს დაგვეხმარეთ. აქ ვითარება ისე იძაბება, რომ აუცილებელია ეხლა ჩართულობა, თორემ რუსეთი უკვე ყველაფერზე მზად არის და უკვე დაწყებულია გაცეცდი აქტივობა. არაფერი არავისთვის დამალული არ ყოფილა. არანაირი ძალისხმევა არ ყოფილა დაშურებული იმისთვის, რომ თავიდან აგვეცილებინა ის აგრესია, რაც რუსეთმა განახორციელა. ჩვენ და სამწუხაროდ რეაქციის თვალსაზრისით მე ამას შეიძლება დიპლომატი როცა ვიყავი, უფრო ესე ნათლად არ ვიძახოდი საერთაშორისო საზოგადოების მიმართ, მაგრამ დღეს უფრო შემიძლია ვთქვა, როგორც არადიპლომატმა გვიანი იყო რეაგირება საერთაშორისო საზოგადოების. ბატონო ვიქტორე, ამ არგუმენტს რომ დავაგნო, როდესაც საერთაშორისო საზოგადოება აღმოჩნდა სიტყვაზე უძლური რუსეთის წინააღმდეგ, მაშინ რა უნდა ექნა საქართველოს? საერთაშორისო თანამედროვე უკაცრავად შეგაწყვეტინეთ იგივე ახლა ბოლო მოვლენები როდესაც რუსეთმა თქვა იგივე უთოს მისიის გაგრძელებას და ადოვეტო თქვენ იყავით ელჩეუთოში შეძელით რაიმე წინააღმდეგობის გაწევა ვთქვა აი ამ პირობებისთვის ხო თქვენ ერთი ადამიანი ამას ვერ გააკეთებდით მაგრამ ყოველ შემთხვევაში მუდმივ წარმომადგენელი იყავით ამ ორგანიზაციაში რა თქმა უნდა გეთანხმებით საერთაშორისო უთოს თანამეგობრობაზე ვისაუბროთ ახლა 56 ქვეყანა ვეტოს უფლებებით სარგებლობს და ბუნებრივია ეს მოსალოდნელიც იყო და არავის არ ქონდა იმის ილუზია რომ რუსეთის ხმის გარეშე
შეიძლება და რაიმე გადაწყვეტილების მიღება. აქ არის საუბარი შიგნით. ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე იმ კოორდინირებულობაზე და იმ ადეკვატურობაზე და იმ პასუხისმგებლობით მოკიდებაზე საკითხისადმი, რომელიც პირველ რიგში ეკისრებოდა ქვეყნის პირველ პირს და მთლიანად ხელისუფლებას. ამ ერთპიროვნულმა, არაკოორდინირებულმა გადაწყვეტილებებმა მიგვიყვანა სწორედ იმ სავალალო შედეგებამდე, რომელთაც ჩვენ ახლა ვართ. ერთს დავამატებდი კიდევ, ყველაფერს თავი დავანებოთ, წარმოიდგინეთ რა მდგომარეობაში ვართ ჩვენ დღეს. ერთადერთი საერთაშორისო მონიტორინგის მექანიზმები, რომლებიც ევროკავშირის EUTOS პირველ რიგში და გაეროს UNOMIC-ს გულისხმობ, სახით იყო წარმოდგენილი, ისიც კი დავკარგეთ. ანუ დომინანტის როლზე ვსაუბრობდით ჩვენ ძალიან ხშირად. ქალბატონ ეკასე ძალიან კარგად ახსოვდა, დიდი როლი აქვს ამ მაგრამ თქვენ თვითონ თქვით, რომ რუსეთმა გამოიყენა ვეტოს უფლება, რა ასე ვთქვათ, ბერკეტებით შეიძლებოდა რუსეთის შეჩერებები, სადაც რომ არ დაედო იგივე ვეტო და თქვა ვენაში, ნიუ-იორკში და სხვა დედაქალაქებში შეიძლება გამოიყენოს ვეტოს უფლება, მაგრამ ადგილზე პროვოკაციის თავიდან აცილების მიზნით საკუთარ ქვეყანაში და საკუთარ ტერიტორიაზე პასუხისმგებლობა შემეცადეთ ხელისუფლებას ეცს. ქალბატონო, თქვენი პასუხი ერთი ძალიან ნათლად მინდა, არ ვიცი, ცოტათი გასაოცარია ჩემთვის შიდა კოორდინაციას რაც შეეხება, მე მგონი გაცილებით უკეთეს პოზიციაში ვარ აღწერო თუ როგორი სახის შიდა კოორდინაცია იყო და რამდენად გააზრებული იყო ყველა მოქმედება იმ თვალსაზრისით, რომ ეყრდნობოდა აბსოლუტურად ყოველმხრივ შემოსულ და გაანალიზებულ ინფორმაციას იმ მომენტისათვის, რაც შეეხება პროვოკაციას და სხვათა შორის ამ კოორდინირებული საქმიანობის შედეგი იყო ისიც, რომ არც ერთ ჩვენ საგარეო წარმომადგენლობას არასოდეს არ ქონდა სრული ინფორმირების ნაკლებობა და ყოველთვის ძალიან დროული იყო ის მესიჯები, ის სიგნალები, ის აუცილებელი ინფორმაცია მიწოდებული მათთვის, რომ ისინი მერე ეფექტურები ყოფილიყვნენ ადგილზე. და ამ მხრივ იგივე ნიუ-იორკის ოფისს თუ გავიხსენებთ და გაეროს ჩვენ ფაქტიურად აქ ღამე არასოდეს არ გვეძინა, იმიტომ რომ ამ დროს მუშაობდით იმაზე, რომ ჩვენ წარმომადგენლებს კარგად ემუშავოთ ამერიკაში, კონტინენტის იქით ამ მხარეს. მაშინ მე როდესაც ბატონ ირაკლისთან მქონდა საუბრები და მასთან თანამშრომლობა, მე აქ ღამე არასოდეს არ მეძინა, რომ იქ ის ყოფილიყო ეფექტური. ისევე როგორც ვაშინგტონში ჩვენი ელჩი. ამიტომ ის რომ აქ შიგნიდან სრული ძალთა მობილიზაცია არ იყო და ხალხი 24 საათიან რეჟიმში ხელისუფლების ყველა რგოლი არ მუშაობდა საიმისოდ რომ რაც კი შეგვეძლო ყველაფერი გაგვეკეთებინა არის არამართებული შენიშვნა ამ შემთხვევაში. რაც შეეხება თვითონ პროვოკაციების დონეს, მე არ ვიცი, ძალიან ძნელია მასშტაბურობის განსაზღვრა რა შეიძლება იყოს პროვოკაცია დახქმული. ის როდესაც ორი სოფელი, რომელსაც მე პირობითად უწოდებ ქართულ სოფელს, იმიტომ რომ ჩვენ იმ სოფლებში, სადაც ცენტრალური ხელისუფლება ახორციელებდა კონტროლს, ქართველები და ოსები კვლავ განაგრძობდნენ ერთად თანაცხოვრებას, როდესაც ორი სოფელი მომენტისთვის ფაქტიურად აღგვილი იყო პირისაგან მიწისა და ერთადერთი დამაკავშირებელი გზა თუნდაც ამ სოფლებისკენ გადიოდა ცხინვალზე მეშვეობით. ან ის, როდესაც უკვე ცნობილი იყო, რაოდენობის ტანკები იყო შემოსული ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე, სხვა სახელმწიფოს ტერიტორიიდან. ამ შემთხვევაში და როდესაც ძალიან ცნობილი იყო ტაქტიკური სვლა, რამდენად უკვე თლიანად ხელისუფლების დამხობის თვალსაზრისით თბილისის და იერიშში რა დროის ვითარებაში განვითარდებოდა. ძალიან ძნელია იმაზე ლაპარაკი, რა თავშეკავებულობა უნდა გამოეჩინა გარდა იმისა, რომ მაქსიმალურად ჩაერთოს საერთაშორისო თანამეგობრობა, რომ ეს ყველაფერი შეჩერებული იყო და საკუთარი მოქალაქეები ადგილზე დაეცვა. ბატონო ვიქტორ, როგორ უნდა მოქცეულიყო ხელისუფლება ამ პერიოდში, როდესაც ქალბატონი ეკასობროს, თქვენი ასე ვთქვათ სტრატეგია რა იქნებოდა? რაც შეეხება საერთაშორისო თანამეგობრობის ჩართულობას, ისევე როგორც საგარეო უწყების მუშაობას იმ დღეებში, ამაზე მე არ განმიცხადები, არც ერთ სიტყვა არ მithქვავს, ბუნებრივია სერიოზული მუშაობა მიმდინარეობდა და ნამდვილად ამასთან დაკავშირებით მე არ მქონდა კრიტიკა. მე ვსაუბრობდი თვითონ სამხედრო ოპერაცია და უპირველეს ყოვლისა, რა თქმა უნდა, ჩართულობა იმ პროვოკაციაში, რომელსაც რუსეთი გეგმავდა. არამც და არამც არ შეიძლებოდა ამ პროვოკაციაში სამხედრო სახით ჩართვა საქართველოს მხრიდან. და ამის თავიდან აცილება არა მხოლოდ იმ დღეს, როგორც უკვე აღინიშნა რამოდენიმეჯერ უკვე ჩემს მიერ, ბატონ ირაკლის მიერაც, შეიძლებოდა კარგა ხნის წინ. ჩვენ შეიძლებოდა ბევრად შორს ყოფილიყავით სამხედრო დაპირისპირებისაგან, ისევ და ისევ პირდაპირ დიალოგის, თუნდაც აფხაზეთთან მოდით ესე დავარქვათ ალასანია ბაღაფშის დოკუმენტით, რომელიც პრაქტიკულად შეთანხმებული იყო და ამასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება სამწუხაროდ არ მიიღო. ქალბატონო იყო ეს ალასანია ბაღაფშის დოკუმენტი, თქვა და ასე ვთქვათ ამ ორ პიროვნებას. საბოლოო ჯამში თვითონ სათაურის და თუ სახელწოდების მიცემის თვალსაზრისით და ცოტა უცნაურად შეიძინა ამან გარკვეული პრეისტორია ამ მხრივ მანდატი საიმისოდ რომ პირდაპირ მოლაპარაკებები ყოფილიყო წარმოებული და ამ მხრივ ჩვენ ცდელობა ქონოდა ძალიან სერიოზული მიგვეტანა ჩვენი აფხაზი თანამოქალაქეების მიმართ, რომ ჩვენ გვინდოდა მშვიდობაზე საუბარი
საუბარი და ამასთან დაკავშირებით ქონდა სერიოზული ხედვები, ეს არ იყო ბატონი ალასანიას პირადი ინიციატივა, ეს იყო პირდაპირ მანდატიც, რომელიც მას ჰქონდა მიღებული და ეს იყო ხელისუფლების ხედვა, რომ ჩვენ გვინდა და ყველა მცდელობა განგვეხორციელებინა საიმისოდ, რომ ეს ყველაფერი ახალგაზრდობის თავრობის ხელმძღვანელი მაშინ იყო ირაკლი ალასანიანი, ის უშუალო მონაწილე იყო და საკმაოდ დიდი როლი ჰქონდა ამ მოლაპარაკებაში. ეს არ იყო ერთჯერადი მცდელობა, რომ აი ერთხელ დაგომყარებინა პირდაპირ დიალოგის სახით კონტაქტი. ამაზე მუდმივად მუშაობდა, მიმდინარეობდა მუშაობა, მაგრამ ისევ და ისევ ის წინაპრობები, რაც რუსეთის მხრიდან იყო შექმნილი, არასოდეს რაიმე რეალური შექმნის შესაძლებლობას ამ მხრივ არ ქმნიდა. ამიტომ ისეთი იმიჯის შექმნა, რომ თითქოს ამ მხრივ იყო გარკვეული ფრთა, რომელიც ცდილობდა პირდაპირ დიალოგის გზით რეალური შედეგი დაედო და რომელიღაცა მეორე ფრთა ამას ხელს უშლიდა, ეს არის ხელოვნური იმიჯის შექმნა, იმიტომ რომ მთლიანად ხელისუფლებას ჰქონდა ძალიან კარგად გააზრებული ის ხედვა და პოლიტიკა, რომ სამშვიდობო გეგმის სახით ჩვენ რაც კი რამ შესაძლებლობა გვექნებოდა რაიმე შედეგი გამოგვეტანა პროცესიდან და ესეც გარკვეულად რაღაც არარეალური იმიჯების შექმნა ფაქტობრივად. არა, რატო არის არარეალური? თუ შეიძლება ჩავერთვები, ეს პროცესი დაიწყო 2005 წლის დეკემბერში. ბუნებრივია ეს არ იყო იოლი, ეს იყო საკმაოდ რთული, მიდიოდა მოლაპარაკება და 2008 წლის 12 მაისს თუ არ ვცდები, დადგა იმის რეალური შესაძლებლობა, რომ ცეცხლის განუახლებობის თაობაზე ასევე იძულებით ადგილნაცვალ პირთა დაბრუნების თაობაზე ხელი მოწეროდა დოკუმენტს, რომელსაც შეეძლო ამდულად ავეცილებინათ სახელმწიფო. რატომ არ მოაწერა მაშინ ხელი? ქალბატონო ეკა, მახსოვს ხელისუფლების არგუმენტი მაშინ იყო, რომ ხარედ არ უნდა აღიარებულიყო, თქვა იგივე აფხაზეთი ამ შემთხვევაში, მაგრამ არ ვიცი, ეს მახსოვს კომენტარებისგან. რა იყო კონკრეტული საბაბი იმისა, რომ ხელი არ მოაწერა? რამოდენიმე ფაქტორი იყო. ჯერ ეს ერთის თვითონ დოკუმენტის თვალსაზრისით ეს დოკუმენტი დიდად არაფრით განსხვავდებოდა რამოდენიმე ხნის წინ მსგავსი ტიპის დოკუმენტებისგან, რომლებიც აფხაზური მხარის მიერ რუსეთის დაკვეთით გარკვეულწილად ინიცირებული იყო ხოლმე. თავარი აქცენტის გადატანა ხდებოდა ერთ გარემოებაზე და ეს დოკუმენტი მე წაკითხული მაქვს, ჩემთვის ძალიან კარგად არის ცნობილი, ან ჩემთვის მითიური დოკუმენტი ნამდვილად არ არის ამ კუთხით. არანაირი მყარი გარანტია იმისი თუ რა მექანიზმის, რა კონტექსტის საშუალებით იქნებოდა მართლაც შესაძლებელი დევნილების დაბრუნება საკუთარ სახლებში ამ დოკუმენტის შემადგენელ ნაწილს არ წარმოადგენდა. აქ იყო ზოგადი დეკლარირებული პოზიცია, რაც წლების განმავლობაში ისედაც არსებობდა. იქნებოდა მხოლოდ ახალი ერთი ელემენტი ამ შეთანხმებით. ის, რომ აფხაზური მხარე ხდებოდა თანაბარი ხელშემკრალი მხარე სუვერენულ სახელმწიფოსთან საქართველოსთან და ამის ძირითადი ბრალდება ყოველთვის ეს იქით მეტი არაფერი, იმიტომ რომ ჩვენის მხრიდან იყო ძალიან მყარი არგუმენტი. ჩვენ არასოდეს ჯერ ერთი რამოდენიმე შეთანხმების ფარგლებში, რომელიც უკვე იყო 90-იან წლებში დაადებული და მე აქ არ წავალ უკან რამდენად სწორედ იყო ეს დოკუმენტები დადებული თუ არა, იმიტომ რომ ძალიან საშიში და ცუდი მექანიზმები შეიქმნა თავის დროზე ამ დოკუმენტებით, მაგრამ მაინც ჩვენ თავის დროზე ნაკისრი ჰქონდა სამართლებრივად საერთაშორისო თანამეგობრობის წინაშე ვალდებულება ძალის არ გამოყენების შესახებ და ამ მხრივ ის გარანტიები რაც შექმნილი იყო ადგილზე ყველისთვის ცნობილი იყო რომ იყო არაადეკვატური, რადგანაც სამშვიდობო მისია რომელიც იყო ადგილზე იყო ფსევდო სამშვიდობო მისია, ეს იყო მაშინაც საოკუპაციო ჯარი, თუმცა ამაზე ღიად არავინ ლაპარაკობდა, დღეს ყველა ღიად ლაპარაკობს რომ რუსეთი არის საოკუპაციო ჯარი, მე ამას მიღწევად კი აქვს, უბრალოდ ლუსტრაცია მოახდინა რუსეთმა თავის მეტი არაფერი. ჩვენ გვინდოდა რეალური მექანიზმების შექმნა, რეალური ეკონომიკური პროგრამების შექმნა, საიმისოდ რომ ახალი უსაფრთხოების სისტემა შექმნილიყო, მართლაც საერთაშორისო მექანიზმი, სადაც შიში აღარ ექნებოდა იმის ფარგლებში ჩვენს დევნილ მოსახლეობას საკუთარ სახლებში დაბრუნების. დამეთანხმებით, სანამ რუსის ჯარი იქნებოდა ერთადერთი ბატონი და მკრობელი ტერიტორიის, საიდანაც ისინი გამოდევნილი არიან და ყველას ძალიან კარგად ახსოვს, რატომ არიან ისინი გამოდევნილი იქიდან. არავის აზრათაც არ მოუვიდეოდა თავისი თავი რისკის ქვეშ დაეყენებინა და მათი გარკვეულწილად კეთილშობილი ზრახვების იმედზე დაბრუნებულ და თავის სახლკარს. ბატონო ვიქტორ, თქვენს პროგრამაში ეს თემა რომ დავასრულოთ, ასე ვთქვათ, რუსეთ-საქართველოს ომის პერიოდი, საუბარი არის იმაზე, რომ საქართველოს უნდა შეძლოს და იგივე რუსეთმა უნდა შეასრულოს ეს 12 პუნქტიანი ხელშეკრულება სარკოზის გეგმას გულისხმობ თუ 6 პუნქტიანი. 12 აგვისტოს 6 პუნქტიანი. 6 პუნქტიანი, დახით შემეშალა. 6 პუნქტიანი ხელშეკრულება. როგორ უნდა შეძლოს ეს საქართველოს? იგივე საერთაშორისო მხარდაჭერაზე და იგივე ვთქვათ დიპლომატიაზე საუბრობდით ხო ბევრს, რა ბერკეტები უნდა გამოიყენოს ამისათვის ხელისუფლება, იმიტომ რომ ამას ყველა ეთანხმება, რომ საჭიროა რომ რუსულმა ჯარებმა დატოვოს თქვა საქართველოს ტერიტორია და ყველა პუნქტი შესრულდეს ისე როგორც არის ამ დოკუმენტში. მე შეუძლებელად მიმაჩნია არსებული ხელისუფლების ყოფნის და დარჩენის შემთხვევაში ამ გეგმის შესრულება სათანადო. იმიტომ იგივე რუსეთი რეჟიმ ჩენჯს ხოს ეგრეთ წოდებული. იმიტომ რომ ხელისუფლებამ ეს რესურსი უკვე ამოწურა. რას ქვია რუსეთი რეჟიმ ჩენჯი თხოვს? მე ძალიან მინდა ვთხოვოთ თქვენს და სულ ყველას რომ
ამ საკითხთან დაკავშირებით სპეკულირებებს არ ხოდეს ადგილი. არა, ზოგადად ოფიციალურად გაეროს ტრიბუნაზე გაისმა გახსოვთ ალბათ აგვისტოს ომის შემდეგ და მე იმიტომ ვასახელებ უბრალოდ შესაძლოა იმიტომ რომ ამ ხელისუფლებასთან არ განიხილავს რუსეთი არანაირ ურთიერთობას ვთქვათ. არა, არავითარ შემთხვევაში. აქ არის საუბარი პირველ რიგში იმაზე, თუ ბუნებრივია რუსეთის ფაქტორი არის, მაგრამ ეს ფაქტორი მხოლოდ არის იმ თვალსაზრისით, რომ უნდა იყოს დიალოგი და ეს აუცილებელია და მე მგონი ამაზე დავა ზედმეტსაგანს წარმოადგენს, მაგრამ პირველ რიგში ჩვენ დიალოგი უნდა დავიწყოთ აფხაზებთან და ოსებთან. ამ ხელისუფლებამ ეს რესურსი სამწუხაროდ ამოწყურა. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი. რაც შეეხება შემდგომ პრინციპებს, ძალიან მნიშვნელოვანია ახლა გაგრძელდეს სერიოზული დიპლომატიური ძალისხმევა იმ მიმართულებით, რომ აღიარებაზე უარის თქმა განაცხადოს ყველა ქვეყანამ, ის რომ ნიკარაგუამ და რუსეთმა და ხამასმა აღიარეს, ბევრს არაფერს არ ნიშნავს, თუმცა ეს არ არის დამაჯერებელი და საკმარისი ამისათვის ჩვენ ბევრი ძალისხმევა მოგვიწევს, მაგრამ არსებული ხელისუფლების პირობებში მე ეს წარმოუდგენლად მიმაჩნია. რაც შეეხება 12 აგვისტოს 6 პუნქტიან შეთანხმებას, მე ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია, თუნდაც იქიდან გამომდინარე, რომ სტატუს კვო და აღვადგინოთ ტერიტორიებზე, მე ბოლოს გახდით გასული წლის ივლისში ომამდე ზუსტად ერთი თვით ადრე, როდესაც ეუთოს-ელჩების ვიზიტი მქონდა ცხინვალის რეგიონში. 70 თუ არა 60%-ს ფლობდით და ვაკონტროლებდით ჩვენ. და დღეს რა ვითარება, კარგად გახსოვთ, გორში და ლამის თბილისში შემოვიდნენ მერე რუსები. აქედან გამომდინარე პასუხისმგებლობის საკითხი ხელისუფლების რო არ დადგეს, მე მართალი გითხრათ, მორალურად თვითონ როგორ არ დააყენეს თავიანთი პასუხისმგებლობის საკითხი ჩემთვის დღემდე. თქვენი პასუხი ამ კითხვაზე ქალბატონო კადა ჩვენ უნდა დავასრულოთ. რატომ ამ არგუმენტებს როცა ერთი რომ პასუხისმგებლობას არავინ არასოდეს არ გაურბის და მე ეს არაერთხელ პირადადაც მithქვამს, მეორე არის ის რომ როდესაც ამ არგუმენტებს ვისმენ ყოველთვის რაღაც თავი დეჟავუს შეგრძნება მიჩნდება ხოლმე და რა კუთხით. ეს არის ის არგუმენტები, რომელიც წლების განმავლობაში გვესმოდა ხოლმე ფაქტიურად რუსეთის მხრიდან ინიცირებული არგუმენტების სახით და მე არანაირ იმპლიკაციას ახლა ნამდვილად არ ვაკეთებ, უბრალოდ ეს შეგრძნება მაქვს და რატო? დღეს, როდესაც არა მარტო პოლიტიკური სპექტრი, არამედ არასამთავრობო სპექტრიც კი საერთაშორისო ორგანიზაციების ნათლად ადასტურებს, რომ რუსეთი არის საოკუპაციო ძალა. ეს არის პირდაპირ კავშირი, ეფექტურ კონტროლს, საოკუპაციო სამხედრო პოლიტიკურ კონტროლს ამ ტერიტორიებზე ახორციელებს რუსეთი. ეს არის ოკუპირებული ზონები, ეს არ არის კონფლიქტის ზონები, სეპარატისტული რეგიონები, ეს არის ოკუპირებული ზონები. ამ დროს, როდესაც ჩვენ ვლაპარაკობთ დეოკუპაციაზე, ვის უნდა ელაპარაკოს ან საერთაშორისო საზოგადოება, ან საქართველო, თუ არა ოკუპანტს, რომელიც არის ოკუპანტი ძალა ამ ზონებზე. რა შუაშია აქ ან აფხაზიან, სამხრეთ ოსეთის სხვა წარმომადგენელი ის. ანუ თქვენ თვლით, რომ აფხაზებთან უსათა პირდაპირ დიალოგი ჯობია ჩვენ უნდა შევძლოთ რამდენადაც შესაძლებელია რომელიმე შრეებთან, ნაწილებთან, რომელიც უფრო ღია დღეს დიალოგისთვის კავშირები შევინარჩუნოთ. ამაზე ლაპარაკი არ არის. მე ვიძახი დიდ პოლიტიკურ მოძრაობაზე ამ კუთხით და მიმართულებებზე. ოკუპანტ ძალა უნდა გავიდეს ოკუპირებულ ზონებიდან და ამას ვერც ბაგაფში მოახერხებს რომ ისინი გააგდოს და ვერც კოკოითი. ეს არის პოლიტიკური რუსეთთან დიალოგის დაწყება. ეს არის საერთაშორისო ფორმატში უნდა მოხდეს აუცილებლად. პირისპირ ჩვენ რუსეთთან ამ შედეგს ვერასოდეს ვერ მივახცევთ. ეს არის საერთაშორისო ფორმატში, სადაც რეალურად უნდა იქნეს მიღწეული ის, რომ საერთაშორისო თანამეგობრობის შუამავლობით მიღწეული შეთანხმება პირველ რიგში შესდგეს და აღსრულდეს და ამაზე იყოს ზეწოლა. და ამის წინაპირობები არსებობს, რომ თუ გაგრძელდა მუშაობა, მე არ ვიცახი დღეს და ხვალ უცებ, მაგრამ ამაზე სერიოზული მუშაობა მიმდინარეობს, მაგრამ ეს მხოლოდ ამ ფორმატში შეიძლება დადგეს შედეგი. დღეს ხო ეს არარეალურია ამ უკან არგუმენტებზე წასვლა. რაც შეეხება თვითონ პროცესს იმასთან, რომ მუშაობა არის საჭირო დიპლომატიური, რომ არ მოხდეს აღიარება ამ რეგიონებში, როგორ გონიათ ახლა ამაზე ყოველწამიერი და ყოველდღიური მუშაობა არ მიმდინარეობს და ამ ხელისუფლების ერთ-ერთი მთავარი ამოცანა და საკმაოდ შედეგიანი დღეისათვის და მომავალშიც იქნება დარწმუნებული ვარ, განა არ არის უკვე სახეზე ამ კუთხით. გასაგებია, კარგით. ბოლო კითხვა, უპასუხეთ ძალიან მოკლედ და ბოლო კითხვა უნდა გისურვოთ. შევესწრები გავცე პასუხი, დავამატო უბრალოდ რაც ქალბატონმა აღნიშნა. რაც შეეხება საერთაშორისო ფორმატებში, ჟენევის პროცესი ნამდვილად კარგია და ეს უნდა გამოვიყენოთ ბოლომდე. 2000 არის ჩემი ფიქრი. იგივე შეთანხმება მეოთხე რაუნდის თვლით, რომ წინ გადადგმული ნაბიჯია, თქვათ იგივე ამ მოლაპარაკებების. კარგი საწინდარია მომავალი მოლაპარაკებების გასაგრძელებლად, მოდი ესე ვთქვა, თუმცა იქ ვალდებულება უნდა შეასრულოს ყველა მხარემ და არა მხოლოდ საქართველოს. რაც შეეხება რუსეთთან საერთაშორისო ფორმატებში მხოლოდ დიალოგს მე ამაზეც ვერ დაგეთანხმებით. რუსეთთან ომხრივი დიალოგის არარსებობა. მიუხედავად იმისა, რაოდენ აგრესიულები იყვნენ ისინი, მივიყვანა ჩვენ ამ შედეგებამდე.
მე მინდა გამოვიყენო კონფლიქტების თემა და ქალბატონიკას მინდა ასევე კითხვით მიმართო ახალგორთან შეხვედრა ახალგორში დღესაც მცხოვრებ ქართულ მასწავლებელთან და რამოდენიმე ქართულ პიროვნებასთან, რომელსაც შერეული ოჯახები ადგილობრივებთან, მათ სერიოზული პრობლემები აქვთ. იქ მოგეხსენება 700-800 ქართველი მოსახლეა სულ რამოდენიმე ათასიდან უკვე დარჩენილი. ხელფასებსაც არ ურიგებენ თუ კი ისინი არ ჩამოვლენ წეროვანში, სადაც ადმინისტრაცია განთავსებული და ეუბნებიან, რომ ირაკი ოსეთში ხართ და იქ დარჩით, სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციულ ტერიტორიაზე დე-ფაქტოდ. მოგხედოთ თვითონ ოსეთმა. მე მაინტერესებს რაიმე ნაბიჯები ამ ხრივ იდგმება თუ არა ხელისუფლების მხრიდან და თუ გაქვთ საერთოდ ეს ინფორმაცია. ზოგადად თვითონ ეს ინფორმაცია ჩემთვის ნამდვილად არ არის დადასტურებული ინფორმაცია და ვერ წარმომიდგენია რომ ესე იყოს, თუმცა მე ვიტყოდი ერთ რამეს, თვითონ იქ ახალგორში და სამწუხაროდ მე თვითონ მყავს ოჯახის წევრები, რომლებიც ამ რეგიონიდან არიან. ადმინისტრაციული ფუნქციის განხორციელება ჩვენი ადმინისტრაციული ორგანოების მიერ ობიექტური მიზეზების გამო თავისუფალი რეჟიმი მათთვის ამოქმედოდ არ არის. ანუ ჩვენი ადმინისტრაციული ორგანოები რომ ჩავიდნენ იქ ხელფასების დარიგება დაიწყონ, ადმინისტრაციული ფუნქცია შეასრულონ, ოკუპანტი ძალა ამას მათ ამის საშუალებას არ აქვს. იძულებულია რომ გამოვიდეს ამ საკითხი. ამიტომ ბუნებრივია უნდა მოიძებნოს ისეთი გზები, როდესაც ჯერ საბედნიეროდ მოძრაობის თავისუფლება ასე თუ ისე არსებობს, ამიტომ თუ არა იქ, მაშინ ოკუპირებული ზონის გარეთ მაინც რომ მოხდეს ამ თვალსაზრისით ფინანსური დახმარების იქნება თუ ის ჯეროვანი ხელფასების გაცემა. ერთი რაც ამ ხრივ მაგალითად შემიძლია აღვნიშნო, არც ერთი წარმომადგენელი, რომელიც დღეს დევნილია ოკუპირებული ზონებიდან, რომელიც ახალ ტალღას წარმოადგენს გარკვეულწილად ამ ხრივ ბუნებრივია დევნილების, რომელიც თუნდაც სახელმწიფო სამსახურში მუშაობდა და ამ ხრივ სახელმწიფოსგან იღებდა ხელფასს, ყველას შეუნეთუნდა როგორც სამუშაო ადგილი, ასევე ხელფასი. ამას არ ვიძახე მე იმ ხრივ, რომ ვინმეს რამეს ბუნებრივია ამ ადრეს ეს არის მწირი დახმარება, შემწეობა, რაც შეიძლება ამ კუთხითაც პატივისცემის სახით სახელმწიფომ გაიღოს ბუნებრივია. დიდი მადლობა. ამოუწურავია რუსეთ-საქართველოს ომი და მისი შემდგომი პერიოდი. მე უნდა დავასრულო. ძალიან დიდი მადლობა გადაცემაში მონაწილეობისათვის. მაყურებელს შევახსენე, რომ ჩვენი სტუმრები იყვნენ უშიშროების საბჭოს მდივანი ეკატყაშელაშვილი და ყოფილი ელჩი ეუთოს დეპუტატი წარმომადგენელი ვიქტორ დოლიძე. დიდი მადლობა. ახლა რეკლამის დრო, რეკლამის შემდეგ კი ვიცე-პრემიერი გია ბარამინძე იქნება ჩვენი სტუმარი. დიპლომატიური ფრონტი ქვეყნის გარეთ 6 თვე რუსული აგრესიიდან დგას თუ არა საქართველოს კვლავ საფრთხეების წინაშე. ჩვენ დღეს სახეზე გვაქვს აშკარად რუსული საგაზაფხულო შეტევის ფრონტი. ჟენევა რა შედეგებით დასრულდა მოლაპარაკებების მეოთხე რაუნდი. ფრთხილი დიპლომატია შეთანხმება ხელმოწერების გარეშე. მიეცეთ შესაძლებლობა ოკუპირებულ ნაწილშიც თავისუფლად გადაადგილების ინციდენტების პრევენციისთვის ან ინციდენტების შემდეგ. კრაკოვი რა დეტალებს ათანხმებს ნატოსთან საქართველოს და როდის გაემგზავრება ქართული კონტინგენტი ავღანეთში. დაახლოებით 100 დონის ქვედანაყოფზე მიმდინარეობს საუბარი. ჩვენი ურთიერთობები ვითარდება ძალიან დინამიურად, შესაბამისად ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობის პრინციპებისა. ქვეყნის საგარეო სტრატეგიაზე პოზიციის კითხვებს დღეს სახელმწიფო მინისტრი გიორგი ბარამინძე უპასუხებს დიპლომატიური ფრონტი პოზიციაში. რეკლამის შემდეგ ჩვენ გვაქვს პირდაპირ ეთერში ვართ და წარმოგიდგენთ გადაცემის მეორე ნაწილს საქართველოს აგრესიიდან 6 თვის შემდეგ საერთაშორისო მხარდაჭერა და მოსალოდნელი გარე საფრთხეები მოლაპარაკებების შედეგები ჟენევასა და კრაკოვში და რამდენიმე კითხვა შიდა პოლიტიკაზე. წარმოგიდგენთ ჩვენი გადაცემის მეორე ნაწილის სტუმარს ვიცე-პრემიერი გიორგი ბარამინძე. საღამომშვიდობისა ბატონო გიორგი, მადლობა რომ იღებთ მონაწილეობას ჩვენს გადაცემაში. მოდით ვიდრე საერთაშორისო ასე ვთქვათ საკითხებზე და საგარეო პოლიტიკაზე ვისაუბრებდეთ. დავიწყებ შიდა პოლიტიკით, რადგან ჩვენი პირველი ნაწილის სტუმრები იყვნენ იგივე ორი ყოფილი დიპლომატი, რომელიც ხელისუფლებიდან ოპოზიციაში გადავიდა და ზოგადად თვლით თუ არა, რომ ერთგვარი ხომ არ არის ეს ერთგვარი საშიში ტენდენცია, როდესაც მაღალ ჩინოსნები გადადიან ხელისუფლებიდან ოპოზიციაში. ბევრი ამბობს, რომ იგივე შევარდნაძის ხელისუფლების რღვევა ასე დაიწყო. მე გეტყვით ჩემს ემოციას, პირველ ყოვლისა ერთი მხრივ კარგია, რომ ოპოზიციაში იქნებიან ის ადამიანები, ვინც მართლაც ერკვევიან საერთაშორისო პოლიტიკაში, დიპლომატიაში და იციან ქვეყნის მართვის ანბანი, ასე რომ ამ ადამიანებთან შესაძლებელია დისკუსიაც, კამათიც და ბუნებრივია რაღაცა საკითხებში დათანხმება, როგორც ნახეთ ჩვენ ბევრი იყო, რაზეც იგივე ვიქტორ დოლიძე ეთანხმებოდა ქალბატონეკას და ამავდროულად მე მიმაჩნია, რომ იქიდან გამომდინარე, რომ დღეს საქართველოს ჭირდება აი ბრძოლა სწორედ იმ საერთაშორისო არენაზე, რომ არ მოხდეს ჩვენი ოკუპირებული რეგიონების სხვა სახელმწიფოების მიერ აღიარება, რომ საერთაშორისო ძალისხმევის შედეგად ვაიძულოთ რუსეთი
ეს ტერიტორიები დატოვოს, ანუ შეასრულოს ის 12 აგვისტოს 6 პუნქტიანდი შეთანხმება, რაზეც აქ იყო საუბარი. ანუ დღეს სჭირდება ჩვენ ქვეყანას მაქსიმალური ძალების მობილიზება ყველა ფრონტზე და განსაკუთრებით საგარეო ფრონტზე, იმიტომ რომ ჩვენ ნახეთ, რომ ჩვენ ვეცადეთ ჯარით დავპირისპირებოდით ამ აგრესიას და გაგვამარცხეს, რის გამოც გვაკრიტიკებენ და ძალიან უცნაურად ჟღერს ეს ყველაფერი, რომ თურმე ჩვენ არ უნდა ჩავყოლოდით, რას ნიშნავს არ უნდა ჩავყოლოდით, როცა შენი ქვეყნის ტერიტორიაზე შემოსული არის ის რაც იყვნენ ცხინვალში და სოხუმში ეს ერთია, ხო? ამ შემთხვევაში ცხინვალში რაც ყავდა კოკოის თავისი ჯარი უკანონო ჯავაში და სხვაგან ეს ერთი. პლუს ამას რო დაემატა კიდე 2000 გაწვრთნილი ჩრდილოკავკასიელი 150 ერთეული ტანკით, როცა ორი სოფელი დაგიბომბეს და პრაქტიკულად გაანადგურეს და უკვე აი ამ ძალებით ცდილობენ დანარჩენი სოფლების განადგურებას და ხალხის დაწიოკებას. წარმოიდგინეთ მაშინ ოპოზიცია რა სიტყვა და ხელისუფლებას რო ეთქვა, რომ იცი რა არის, მე ეხლა ამ პროვოკაციაში არ ჩავერთვები, რუსეთს ძალით არ დაუპირისპირები და ვიჯდები მე თბილისში და მხოლოდ თბილისიდან ვიყვირებ სოს. აი მაშინ იქნებოდა ჩემი აზრით ხელისუფლება იყო შესაძლებელი ამ ყველაფრის. აი მე დავასრულებ, მე ჩემი აზრით სწორედ მაშინ იქნებოდა სამართლიანი ლოზუნგი, რომ ეს ხელისუფლება არ არის ღირსი იყოს ხელისუფლებაში, იმიტომ რომ ხელისუფლების კონსტიტუციური მოვალეობა შეეცადოს, რაც შეუძლია, გააკეთოს ყველაფერი, რაც შეუძლია, დაიცვას თავის სამშობლო. მაშინ გამოვიდა, რომ დავით აღმაშენებელი იყო და რიცი არის, აი იქიდან მოდის 300.000, 400.000 მუსულმანური კოალიციის ჯარი, მე მყავს 65.000, აჰა, ისინი ბევრნი არიან, დავნებდით მაშინ და პროვოკაციაში არ ჩავერთვები. ეს ლოგიკა არ მოქმედებს. შენ თუ ხარ ერთი კაცი და თუ საომარია, ხო, და გაქვს ამის საშუალება და იცი რომ ეს არის გასაკეთებელი, უნდა იომო იმ ერთმა კაცმაც. გვინდა მილიონი მოდიოდეს. ამიტომ ეს ლოგიკა არის აბსოლუტურად ჩემთვის მიუღებელი. რა თქმა უნდა, მე არ ვლაპარაკობ, რომ ჩვენ იდეალური ხელისუფლება ვართ, რომელსაც შეცდომა არ დაუშვია. ეს გამორიცხულია, მაგრამ ჩვენ გამარჯვებებით და შეცდომებით მივიწევთ წინ, ისე როგორც ნებისმიერი სახელმწიფო, რომელიც აშენებულა დედამიწის ზურგზე და აშენდება აწი ვერ აშენდება ხელისუფლების გამარჯვებებით და შეცდომებით, მაგრამ ის რომ ვინმე თქვას, რომ საქართველოს, აი ხა რა შეეხება იმ თავარ თემას, რომ რატომ მივიყვანეთ აქამდე, თქვათ, და ვერ აიცილა თავიდან ხელისუფლება რუსეთი. ხო, რატომ ვერ აიცილა თავიდან? რატო გავაღიზიანეთ რუსეთი, ისე არ უნდოდა მას, მისი ხელისუფლების ინტერესებში ეს არ შედიოდა, მაგრამ აი ჩვენ ვეკინკლავეთ და ამიტომ წამოვიდა ომით. ახლა ეს ძალიან გამარტივებული, ასე ვთქვათ, მიდგომა არის. მაგრამ ამაზეც ვიტყვით. ორჯერ მოხდა საქართველოს პრეზიდენტის ინაგურაცია. ორივეჯერ კაცმა ხელი გაუწოდა და თქვა მის საინაგურაციო სიტყვაში. სადაც ყველაფერზე ვერ ილაპარაკებ, მაგრამ თავარი რასაც გაუწოდა. მაგრამ იქ არის საუბარი სამხედრო რიტორიკა ხელისუფლების მხრიდან იგივე უხეში განცხადებები რუსეთის მისამართით. რუსეთს მეგობრობის ხელს. მეორეჯერ მან თქვა, რომ დავიწყოთ ყველაფერი ცუდი, ამიტომ იყო ნათქვამი სულთა ფურცლის თემა და დავიწყოთ ახალი ურთიერთობა, იმიტომ რომ ჩვენ გვაქვს ობიექტურად მართლაც საღი აზრიდან გამომდინარე ძალიან ბევრი საერთო ინტერესი. თუ რუსეთს უბრალოდ უნდა ააშენოს ნორმალური სახელმწიფო, მის ინტერესებში უნდა შედიოდეს დემოკრატიული, ძლიერი და ერთიანი საქართველო. იმიტომ რომ სეპარატიზმის პრობლემა პირველ ყოვლისა რუსეთს აწუხებს. საქართველოში სეპარატიზმი რუსეთის მიერ არის კულტივირებული და გაჩაღებული. თორე აი სეპარატიზმი იქ უნდა ნახოთ რუსეთში რა ხდება. ხო, ამიტომ ჩვენი თანამშრომლობა არის ლოგიკური საკითხი და ბევრი სხვა რამ, ეკონომიკა, ენერგეტიკა, კულტურაზე რო ვარლაპარაკობ. იგივე ოპოზიცია საუბრობდა, რომ ჩვენ ვიცით, თქვა, მოგვარების გზა ერთ-ერთი არისო, იგივე პირდაპირ დიალოგში რუსეთთან, რაზეც ხელისუფლების წარმომადგენელი უბრალოდ პირდაპირ დიალოგი აფხაზებთან და ოსებთან, რაზეც იგივე ეკა ფაშელაშვილმა განაცხადა, რომ ეს ჯერ შეუძლებელია მხოლოდ რუსეთთან დიალოგი. თქვენი პოზიცია რა არის? ელემენტი იყო ჩვენი პოლიტიკის და მომავალშიც იქნება. იმიტომ რომ იმ ეთნოსებს შორის, რომელიც იმ კონკრეტულ ტერიტორიაზე ცხოვრობენ, მოსახლეობის წარმომადგენლებს შორის უნდა იყოს მშვიდობა. მაგრამ მოდი თავს ნუ მოვიტყუებთ და ნუ დავიბრუნავთ თვალებს, რომ იმ დღიდან, როდესაც საქართველო მიიღო დამოუკიდებლობა, რუსეთი იყო ზვიად გამსახურდიას ხელმძღვანელობით ხელისუფლების მტერი. შემდგომ ედუარდ შევარდნაძის მტერი. ეხლა მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლების მტერი. რატო? იმიტომ რომ ეს არის საქართველოს ხელისუფლება და ცდილობს დამოუკიდებელი ქართული სახელმწიფო აშენოს, ვისაც როგორ შეუძლია და როგორ წარმოედგინა და პირველივე დღიდან, როცა საქართველო დამოუკიდებელი გახდა, რუსეთი გვებძვის ჩვენ და რუსეთი ცდილობს რომ დაუმტკიცოს ყველა სხვას, რომ დამოუკიდებლობა ეს არ არის რაციონალური რამ და წამგებიანია და ხალხს ეუბნება, რომ აი
თქვენ გაქვთ არჩევანი, რომ იყოთ კარგად, აკეთოთ ფული, იცხოვროთ ისევ როგორც ადრე ცხოვრობით, იქ წახვიდეთ, წამოხვიდეთ და 1000 სიკეთეები მიიღოთ, ოღონდ არ იყოთ დამოუკიდებელი და პირველივე დღიდან იქ ჩვენ კონფლიქტი, ამას ხო ყველანი ვამბობდი და პარლამენტის რეზოლუციებსაც გადავხედოთ, მათ შორის ხელისუფლების მაშინდელი ხელისუფლების ნალაპარაკებებსაც და ოპოზიციის. ოკუპანტი იყო ყოველთვის რუსეთი და ბუნებრივია ჩვენ საქმე უნდა მოვაგვაროთ რუსეთთან. მარტო რუსეთთან ჩვენ ვერ მოვაგვარებთ ამ საქმეს, იმიტომ რომ რუსეთი ძალიან პატარა და ძალიან, ასე ვთქვათ, არამნიშვნელოვანი ვართ. ამიტომ არის ჩვენი აი ამ თემაზეც გადავდივართ, ამიტომ არის ჩვენი გადარჩენა დასავლეთთან ერთად ყოფნა, რომ ვიყოთ ძლიერთან და ნორმალურთან ერთად. კითხოთ, რომ საუბრობთ დასავლეთთან ყოფნაზე, საუბრობთ საერთაშორისო მხარდაჭერაზე და ამ ბერკეტებზე. რამდენად შეესაბამება სიმართლეს იგივე ოპოზიციის ბრალდებები ძალიან ხშირად ისმის, რომ ვთქვათ, საქართველოს გახდა უკვე არასამთავრობო პარტნიორი საერთაშორისო საზოგადოების ნაწილისთვის, რომ ჩვენ უკვე ეჭვის თვალით გვიყურებენ ან ომის შემდეგ და ასე შემდეგ. შეესაბამება ეს გარკვეულწილად სიმართლეს, ბატონო გიორგი, თან თუ გავითვალისწინებთ იგივე, ვთქვათ, აი თუ აქვს მხარდაჭერა, მაშინ რატომ ვერ ხდება, რომ ვერცერთი ევროპელი დამკვირვებელი დღემდე ვერ შედის ოკუპირებულ ტერიტორიაზე, ანუ არის თუ არა სათანადო ზეწოლა საერთაშორისო საზოგადოებისგან და არის თუ არა ამის მიზეზი საქართველოს ერთგვარი შელახული რეპუტაცია, რაზეც ოპოზიცია საუბრობს. არა, ეს მცდარი შეხედულებაა. ერთადერთი თუ ვინმეს აქვს, ვთქვათ, მეტნაკლებად თავშეკავებული პოზიცია, ეს არის ისინი, ვინც განიცდიან გარკვეულ დისკომფორტს იმ თვალსაზრისით, რომ აი ეს საქართველო, რომელიც არ ისვენებს, უნდა რომ იყოს თავისუფალი, აი არ ეპუება რუსეთის მოთხოვნებს, მე კი მინდა რომ მასთან რუსეთთან დავამყარო კარგი ურთიერთობა და აი ეს საქართველო მიშლის მე ამაში ხელს, იმიტომ რომ რუსეთი ამით ღიზიანდება და მე მეშლება ხელი რუსეთთან ურთიერთობაში. ასეთი კატეგორიის ადამიანები არიან და სამწუხაროდ საკმაოდ გავლენიანებით და გვიხდება ჩვენ მათი გავლენის ნეიტრალიზება და როცა მე ვთქვი რომ სწორედ დღეს გვჭირდება დიპლომატიურ ფრონტზე და ქვეყნის შიგნით სტაბილურობა და ქვეყნის გარეთ ბრძოლა სერიოზული, სწორედ ასეთი ადამიანები და სხვები ძალიან საჭიროა იმისათვის რომ დავანახოთ მთელ მსოფლიოს, რომ პრობლემა იმაში კი არ არის, რომ ჩვენ რაღაცას ვაშავებთ ან ვერ ვისვენებთ და უბრალოდ ჩვენ ვცდილობთ ჩვენი ღვთისმიერ ნაბოძები უფლების რეალიზებას, რომ ვიყოთ თავისუფლები. და რუსეთმა უნდა გააჩეროს ეს აგრესიული პოლიტიკა და ჩვენ პრობლემა რუსეთთან არ აქვს, ჩვენ გვინდა რუსეთთან მეგობრობა, მაგრამ არა ყველაფრის ხარჯზე და არა ყველაფრის დათმობის ხარჯზე. ჩვენ ვერ დავთმობთ ჩვენს სამშობლოს თავისუფლებას, სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას. დანარჩენი, მე ვთქვი, რომ ძალიან ბევრი საერთო ინტერესი გვაქვს. ხოლო რაც შეეხება ჩვენს თანამშრომლობას და საერთაშორისო მხარდაჭერას, მე მგონი აი ბოლო პერიოდში რამოდენიმე მნიშვნელოვანი მოვლენა მოხდა, როდესაც გამოჩნდა, რომ საერთაშორისო მხარდაჭერა არის ძალიან ძლიერი. თუნდაც ის, რომ აი ამ დღეებში ჩატარდა ნატო საქართველოს კომისიის ხდომა, რომელზედაც შევეხებით კრაკოვის თემას უკაცრავად, მე უბრალოდ მინდა კითხოთ ჯერ მიუნხენის კონფერენციაზე, იმიტომ რომ როდესაც საუბრობენ აი იგივე საერთაშორისო მხარდაჭერის შესუსტებაზე, კონფერენცია, სადაც იქ ხელისუფლებამ ძალიან მნიშვნელოვან განცხადებად ჩათვალა იგივე ბაიდენის გამოსვლა, რომელიც არ მოვიდა თქვა მკაცრი ტონით იგივე რუსეთის მოხსენიებას, მაგრამ ამავე დროს ოპოზიციის ნაწილმა, ექსპერტების ნაწილმა სხვა კუთხით შეაფასა ეს კონფერენცია, თქვა და იყო ამაზე საუბარი, რომ პრეზიდენტ სააკაშვილს იქ არ მისცეს სიტყვა. რა მოხდა რეალურად? უნდა გამოსულიყო იქ საქართველოს პრეზიდენტი, იყო ეს დაგეგმილი და არ მისცეს საქართველოს, ასე ვთქვათ, ტრიბუნა. ახალი ამბავია, საქართველოს ამაზე პრესაში იწერებოდა ბატონო გიორგი, რომ ტრიბუნა არ დაუთმეს მიხეილ სააკაშვილს. არ დაუთმეს, იმიტომ რომ არც მოუთხოვია და იმიტომ რომ ეს ყველაფერი დაგეგმილია. მოუთხოვა და დაუთმეს. ამაზე რა საუბარია, ზუსტად ამიტომ ინტერესებს, რომ ამ კითხვას გავცეთ პასუხი. რა მოხდა მიუნხენის კონფერენციაზე გარდა ბაიდენის გამოსვლის? გავცეთ პასუხი. კისმეთ. არ ყოფილა დაგეგმილი, არ მოუთხოვია, იმიტომ რომ ეს ყველაფერი არის წინასწარ ძალიან კარგად დაგეგმილი. მისი მიზანი სხვადასხვა ბოლო მომენტში გადაწყვიტა, რომ წასულიყო, როდესაც გაიგო რა ხალხი ჩადის იმ კონფერენციაზე, პრეზიდენტის ჩასვლა მიუნხენის კონფერენციაზე საერთოდ არ იყო დაგეგმილი. მან გადაწყვიტა, რომ გამოიყენოს ეს ფორუმი, შეხვდეს ერთდროულად ძალიან ბევრ ისეთ ადამიანს, რომელიც ჩვენი ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვან როლს თამაშობს. მათ შორის არის ამერიკის ახლად არჩეული ვიცე-პრეზიდენტი და მე მგონი ნათლად გამოჩნდა ამ შეხვედრაზეც მისი სიტყვებიდან რა მხარდაჭერა აქვს თუ არა აქვს და აქვს საქართველოს და მე ვფიქრობ, არა მარტო ესეთი შეხვედრები, ბევრად უფრო მნიშვნელოვანია ეს კონკრეტული გადაწყვეტილებები, რომელსაც იღებს ამ შემთხვევაში ამერიკის შეერთებულ შტატებზე ვლაპარაკობთ, ამერიკის შეერთებული შტატები, ნატო, ევროკავშირი. ამერიკის შეერთებულ შტატებთან ჩვენ დავდეთ სტრატეგიული პარტნიორობის ხელშეკრულება, რომელიც რა თქმა უნდა ახალ ადმინისტრაციასთან იყო აბსოლუტურად შეთანხმებული, მე მგონი ამაზე არავინ არ ეკამათებს. შემდგომ მანამდე ნატომ საქართველოს მიცა
იმ ყველასათვის კარგად ცნობილი ყბადაღებული მეპის მთავარი კომპონენტი, რაც ჩვენ გვინდოდა იმ თვალსაზრისით, რომ ქონოდა საშუალება ვიმოძრაოთ წინ ნატოსთან ინტეგრაციის გზაზე და არა იმ რეჟიმში, რა რეჟიმშიც მანამდე მუშაობდით ნატოსთან პარტნიორობის რეჟიმში. ამას შეიძლება ეს ვიღაცას უბრალოდ სიტყვების თამაში მოეჩვენოს, მაგრამ ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. არის ერთი პარტნიორობა და არის ინტეგრაციის რეჟიმში ურთიერთობა. აი ჩვენ გადავედით ინტეგრაციის რეჟიმში ურთიერთობაზე, როდესაც ჩვენ საბოლოოდ ჩამოვაყალიბებთ ყოველწლიურ ნაციონალურ პროგრამას, რომლის მიხედვითაც ყოველი წლის განმავლობაში გაწერილი იქნება ყველაფერი ის თუ რა უნდა გააკეთოს საქართველოს იმისთვის, რომ ჩვენი სტრუქტურები ავიდეს ნატოს სტანდარტებამდე და აქ მინდა ვთქვა, რომ აქ იგივე ოპოზიციას მინდა ვთქვა, რომ სწორედ ნატოში ინტეგრაციის პროცესი, ისევე როგორც ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესი არის ჩემთვისაც და რეალურად არის გარანტია იმისა, რომ საქართველოს წინ წავა დემოკრატიული განვითარების გზაზე. იმიტომ რომ ჩვენ ჯერ ერთი ამას ყველაფერს ხელს ვაწერთ და რომ არ შევასრულოთ, რუსეთი კი არ იქნება ჩვენი, ასე ვთქვათ, ჩვენზე ზეწოლის მომხდენი, რომ რატო დემოკრატიული გზით არ მიდიხარ, დასავლეთი იქნება. და ამიტომ ჩემთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ საქართველო მიდის ნატოში და ევროკავშირის ინტეგრაციის გზაზე. შეიქმნა ნატო-საქართველოს კომისია, რომლის შემდგომი, ასე ვთქვათ, სხდომა, მორიგის სხდომა ჩატარდა თავდაცვის მინისტრების დონეზე, სადაც კიდევ ერთხელ გამოვიდა ნატოს თავდაცვის მინისტრი, ნატოს გენერალური მდივანი და თქვა, რომ არა მარტო ახალმა ადმინისტრაციამ, ნატოს გენერალურმა მდივანმა თქვა, რომ საქართველოსთან ურთიერთობის თვალსაზრისით აგვისტოს ომის შემდეგ არაფერი არ შეცვლა, ანუ ის გეგმა, რაც გადაწყვეტილება იქნა მიღებული ბუქარესტში, რომ საქართველო და უკრაინა გახდებიან ნატოს წევრები, ეს არის კვლავ უცვლელი და ეს არის ძალიან ნათელი დადასტურება ჩვენი ნატოსთან ურთიერთობისა და მათი მხრიდან ჩვენი მხარდაჭერის. ფათმაგე, ბოლო კითხვა მინდა დაგისვათ რუსეთის მხრიდან კვლავ არსებობს საფრთხები და ამაზე დღეს სხვაჯერს გივით არგამაძემ გააკეთა განცხადება საგაზაფხულო ფრონტის ესეთი, ასე ვთქვათ, ტერმინიც კი იხმარა, მაგრამ შესაძლოა ბალტიისპირეთის ქვეყნებიდან საქართველოს და რუსეთმა კვლავ განახორციელოს გარკვეული აგრესია. რამდენად არის საქართველოს მზად ამ შემთხვევაში მაინც გარკვეული საფრთხების პრევენციისთვის? რუსეთმა რომ კვლავ ასე ვთქვათ, მოინდომოს იგივე სამხედრო აგრესიის განხორციელება. სამხედრო თვალსაზრისით რუსეთისთვის ეს არც თუ ისე ძნელი იქნება, იმიტომ რომ რუსები არ ითვლიან დანაკარგებს, თქვათ 100 ტანკი. თამაში როდესაც აქვე დგანან 100 ტანკი დაეწובה თუ 5000 კაცით მეტი დაეღუპებათ, ამას პრინციპში ისინი არ ჩათვლიან არაფრად, მაგრამ ალბათ პირდაპირ აი ესე ყოველგვარი მიზეზის გარეშე, ან საბაბის უпроსწორად, საბაბის გარეშე ამის გაკეთება ნაკლებად სავარაუდოა, საბაბი ალბათ უფრო უნდა იპოვონ აქ. ჩვენ გავიხსენოთ იგივე 1921 წელი, როდესაც მოახდინეს რაღაცა აჯანყების თუ გამოსვლების ინიცირება და შემდეგ აი ამ გამოსვლის მხარდაჭერის საბაბით შემოვიდნენ საქართველოში პრაქტიკულად ყველა მხრიდან. აქვე დგანან 9 საათის სავალია ზადარის თუ არა ვთქვათ იგივე ხელისუფლება რაიმე მოსალოდნელი საფრთხეების პრევენციისთვის და თავიდან ასაცილებლად. სწორედ რახან ამაზე ვსაუბრობ, ბუნებრივია ეს არის ჩვენ უფრო მოკლე პასუხი მეტნე გიორგი უკაცრავად გონებაში და ჩვენი სამხედრო სტრუქტურები იქნება თუ პოლიტიკური სტრუქტურები ყველა თავისი კომპეტენციის შესაბამისად ემზადება ამ მოსალოდნელი საფრთხის თავიდან ასაცილებლად, მაგრამ ყველაზე მთავარი საფრთხე შეიძლება იყოს სწორედ ის, რაც შეიძლება გამოიყენოს რუსეთმა საბაბად, ეს არის შიდა დესტაბილიზაცია და სწორედ ამიტომ ვთვლი, რომ ის იდეა, რაც დღეს აქვს ოპოზიციას წამოყენებული, რომ აი ხელისუფლება უნდა წავიდეს და ეს არის გზა იმისა, რომ ჩვენ გამოვიდეთ ამ პრობლემებიდან, სწორედ ეს შეიძლება იქნეს გამოყენებული საბაბად, რომ რუსეთმა განახორციელოს მორიგი ინტერვენცია. მე ღმერთმა დამიფაროს, რომ იმ ადამიანებზე და უმეტესობაზე საერთოდ ოპოზიციისა ვილაპარაკო, რომ რაღაცნაირად რუსეთთან შეთანხმებული ან გარიგებულები არიან, არავითარ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, მაგრამ ძალიან ცოტა არის საჭირო იმისათვის, რომ რაღაცა კეთილის რახვებით დაწყებული მოქმედება, თქვათ იგივე კანონიერი უფლება ადამიანს რომ გამოვიდეს და ქუჩაში თავისი აზრი გამოხატოს და გნებად პროტესტი გამოხატოს, გამოიყენოს თავიდან სასიკეთოდ. ამიტომ ვამბობ მე, რომ ჩვენ დღეს გვჭირდება კონსოლიდაცია ჩვენი სახელმწიფოს გარშემო და აქედან გამომდინარე ამ ომის დროს სახელისუფლების გარშემოც და გვჭირდება შვიდობა, სტაბილურობა და ეკონომიკური განვითარება. იგივე ოპოზიციასთან თქვა რა დიალოგის წარმოებას თუ აპირებს ძალიან მოკლე პასუხი. თქვენ ნახეთ პრეზიდენტის გამოსვლაში პარლამენტში ვაპირებს დიალოგს ყველასთან
ძალიან შეურიგებელ ოპოზიციასთანაც კი, მაქსიმალურად კონსტრუქციულ დიალოგს და თქვენ ამჩნევთ ხელისუფლების ტონი როგორ შეიცვალა, ანუ ჩვენ ბევრი რამ ვისწავლეთ, რომ ისე ლაპარაკი როგორც თუნდაც 1 წლის წინ ხდებოდა ოპოზიციასთან არ შეიძლება და ეს ვაღიარეთ, ეს არის კარგი, რომ ეს ასე მოხდა და ტონი შეცვლილია და მზათა ვართ ყველანაირ თანამშრომლობისთვის, რომ თავარი არის სოციალური და ეკონომიკური სტაბილურობა შეინარჩუნოს, მე მგონი ხედავთ ამას, რომ თავარი აქცენტი კეთდება ეკონომიკაზე, პრეზიდენტის გამოსვლას პირველ ყოვლისა ეძღვნებოდა ეკონომიკას, ჯანდაცვის სფეროს, სოციალურ სფეროს, პენსიებს ჩვენ ამ თემაზე ხდება საუბარი ამავე სტუდიაში. შევინარჩუნოთ სოციალური სტაბილურობა და შევინარჩუნოთ ის პირობები, რომ რუსეთმა ვერ მოახერხოს საქართველოს დესტაბილიზაცია. ძალიან დიდი მადლობა. ვიცე-პრემიერი გიორგი ბარამიძე იყო ჩვენი გადაცემის ბოლო სტუმარი. მე გემშვიდობებით მომავალ პარასკევამდე, მომავალ პარასკევს საღამოს კი ჩვენ უკავ განსხვავებულ პოზიციებს მოვისმენთ უკვე მომდევნო კვირის მთავარ თემაზე.